რუსეთის სისხლსიღვრება. ქვეყნის დანაკარგების მაჩვენებელი უპრეცედენტო დონეს მიაღწია. 10,000-ობით ჯარისკაცი სახლში ან სახვევებში გახვეული ბრუნდება, ან კუბოში ჩასვენებული. წარსულში ეს რიცხვები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის კრემლის მეთაურებს მხოლოდ ერთ-ერთ ეტაპად მიაჩნდათ. ისინი ყოველთვის პოულობდნენ ახალ ადამიანებს, რომ დაენაცვლონ. მაგრამ ეხლა ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მაშინ როცა რუსეთის დანაკარგები იზრდება, მისი რეკრუტირების დონე იკლებს. რამდენიმე თვეა დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა აჯარბებს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მზადაა შეუერთდეს რუსეთის რიგებს, რაც კრემლს აიძულებს სულ უფრო სასოწარკვეთილ ზომებს მიმართოს ამ უკონტროლო კრიზისის დასაძლევად. ეს დიდი ხანია მზადდებოდა. რუსმა მეთაურებმა ომის პირველივე დღიდან დაუფიქრებელი და არაეფექტური ტაქტიკა აერჩიეს. ისინი ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე სათანადო მომზადების, წვრთნისა და აღჭურვილობის გარეშე აგზავნიან. ბევრისთვის ასე წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია არაფრით განსხვავდებოდა თვითმკვლელობითი მისიისგან. და რადგან უკრაინამ მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია მოსკოვს, დიდხანს არ გასულა, რომ პირველი რუსი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. ომის მიმდინარეობისას მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა. იმისათვის, რომ შეემცირებინათ განადგურებული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობა, კრემლმა ტაქტიკა შეცვალა და ჯარებს უბრძანა უკრაინულ პოზიციებზე შეტევა განეხორციელებინათ ჯავშანტექნიკის გარეშე. მას შემდეგ უთვალავი ჯარისკაცის ჯგუფი სიკვდილზე გაგზავნეს. ძმები, მამები და შვილები, რომლებსაც თითქმის ხორცის ნაჭრებად ექცევიან, უშვებენ ცეცხლის ხაზზე იმ მეთაურების მიერ, რომლებსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვთ და მაინც სჯერათ, რომ მათი უხეში ძალის ტაქტიკა ბოლოს და ბოლოს შედეგს გამოიღებს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საპირისპიროს ამტკიცებს ფაქტები. ამასობაში უკრაინა ყოველ წელთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ის აღარ იყო მხოლოდ თავდაცვაში და რუსეთის შეტევების გაძლებაზე ორიენტირებული. ის აქტიურად ეძებდა და ანადგურებდა თავის მტრებს, ითვისებდა დრონებით ომის ხელოვნებას და ამავე დროს ქმნიდა უფრო დიდ, უკეთეს და უფრო დამანგრეველი იარაღებს კრემლის საომარი მანქანის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მაშინაც კი, ვინც უბრალოდ აკვირდებოდა მოვლენებს, შეეძლო დაენახა საით მიდიოდა ყველაფერი. რუსეთის სულელური სტრატეგია გრძელვადი ამ პერსპექტივაში სრულიად არამდგრადი იყო და მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის გახდებოდა ქვეყნის კატასტროფული დანაკარგების მაჩვენებელი აუტანელი. მართალია, ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში ომის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა იმ ეტაპს უახლოვდებოდა, როდესაც რეკრუტირება ვეღარ დააბალანსებდა დანაკარგებს. რუსეთის ამჟამინდელი ძალების გენერირების მექანიზმი, როგორც ჩანს, ვერ ახერხებს იმ რაოდენობის ცოცხალი ძალის რეკრუტირებას, რაც რუსეთის არმიას სჭირდება მიმდინარე შეტევითი ოპერაციების ტემპის შესანარჩუნებლად. ყველა ნიშანი აშკარა იყო. საქმე მხოლოდ იმაში არ იყო, რომ რუსეთი უზარმაზარი რაოდენობით ჯარისკაცებს კარგავდა, არამედ საკმარისი მტკიცებულებაც არსებობდა იმისთვის, რომ ქვეყანა სულ უფრო მეტად უჭირდა სამხედრო რიგებში ახალი წევრების დამატება. მაგალითად, რუსეთის რეგიონულმა ხელისუფლებებმა დაიწყეს უფრო ინტენსიური რამდენიმე თვიანი სარეკლამო კამპანიების ჩატარება ახალი რეკრუტების მოსაზიდად. ამასთანავე გაზარდეს ერთჯერადი გადახდები მათთვის და მათი ოჯახებისთვის, თუ ისინი გადაწყვეტდნენ კონტრაქტზე ხელმოწერას. ეს გადახდები იმდენად გაიზარდა, რომ საშუალო რუსულ ხელფასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. კრემლი აშკარად იმედოვნებდა, რომ მეტი ფული საკმარისი სტიმული იქნებოდა მეტი ადამიანის მოსაზიდად. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე გადადგა ნაბიჯები კანონმდებლობის შესაცვლელად, რათა არმიაში მიეღოთ ადამიანები გარკვეული დაავადებებითა და აშლილობებით. ქვეყანამ თხოვნით მიმართა თავის ერთ-ერთ მცირე რიცხოვან მოკავშირეს, ჩრდილოეთ კორეას, რომ გაეგზავნა ჯარები რუსეთის ტერიტორიის გასათავისუფლებლად, რომელიც უკრაინამ მოახერხა დაეკავებინა ქვეყნის კურსკის რეგიონში. ამდენი დაგროვილი მტკიცებულების დანახვისას, რაციონალური ქვეყანა შეცვლიდა ბრძოლის ველზე ტაქტიკას, რათა შეემცირებინა დანაკარგები. მისი სარდლები მაგალითად შეიძლებოდა შეწყვეტოდნენ ფრონტის ხაზზე ამდენი უშედეგო და თვითმკვლელური შეტევის ბრძანებას, რაც მეტ რუს ჯარს მისცემდა საშუალებას გადარჩენილიყო, უვნებელი დარჩენილიყო და მომდევნო ბრძოლისთვის მზად ყოფილიყო. მაგრამ ბოლო წლებში რუსეთი იშვიათად აღიქმებოდა რაციონალურ ქვეყნად. მაშინაც კი როცა მისი დანაკარგების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა იმას, რასაც ვინმე მდგრადად ჩათვლიდა, ის ჯიუტად აგრძელებდა თავის სულელურ და უგუნურ ტაქტიკას. ახალი რეკრუტები კვლავ მიდიოდნენ ფრონტის ხაზზე, მხოლოდ იმისთვის, რომ სწრაფად გაეგზავნათ საშიშ სასიკვდილო ზონებში. ბევრს პირველივე კვირებში კლავდნენ. მართლა, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს წამყვანმა ანალიტიკოსებმა გამოავლინეს, რომ რუსი რეკრუტის საშუალო სიცოცხლის ხანძრიობა 2 კვირასა და 1 თვეს შორის იყო. დროის გასვლასთან ერთად ეს ვადა კიდევ უფრო შემცირდა. მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის ვერ შეძლებდა რუსეთი საკმარისი ჯარისკაცების რეკრუტირებას ფრონტის ხაზზე დანაკარგების შესავსებად. და როგორც ჩანს, ეს მომენტი დადგა 2025 წლის ბოლოს, თითქმის 4 წლის შემდეგ ბრძოლის დაწყებიდან. 2026 წლის დასაწყისში გავრცელებულმა ცნობებმა აჩვენა, რომ რუსეთმა დაიწყო რამდენიმე ათასით მეტი ჯარისკაცის დაკარგვა, ვიდრე შეძლო მათი რეკრუტირება. ეს ომში მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ უკრაინას უნდა დაეცადა და ენახა, იყო ეს მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა თუ დრამატული ახალი ტენდენციის დასაწყისი. ეს უკანასკნელი აღმოჩნდა.
იგივე ტენდენცია გაგრძელდა შემდეგ თვეებშიც. და კვლავ, რამდენიმე თვის განმავლობაში, 2025 წლის ბოლოსიდან 2026 წლის დასაწყისამდე, რუსეთმა უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ახალი მოიზიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვების დადგენა შეუძლებელია და შეფასებები წყაროების მიხედვით განსხვავდება, ინიციატივა მინდა ვიცოცხლო, რომელიც უკრაინაში შეიქმნა როგორც სახელმწიფო ცხელი ხაზი, რუსი ჯარისკაცებისთვის უსაფრთხო დანებებაში დასახმარებლად, ამტკიცებს, რომ რუსეთმა 2026 წლის პირველ 3 თვეში მხოლოდ 80,000-ზე ცოტა მეტი ადამიანი მოიზიდა. ამასობაში უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემები, რომელსაც ომის კვლევის ინსტიტუტიც იმეორებს, ამბობს, რომ იმავე პერიოდში კრემლმა 85,000-ზე მეტი დანაკარგი განიცადა. ამას ადასტურებს გერმანელი მკვლევარის იანის კლუგეს მიერ შეგროვებული მონაცემებიც, რომელმაც შეისწავლა, როგორ შეიცვალა რუსეთში რეკრუტირების დონე 2024 წლიდან. კლუგემ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი შედარებით სტაბილური იყო და რუსეთი მუდმივად ახერხებდა რეკრუტირების გეგმების შესრულებას ან გადაჭარბებასაც კი, 2025 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებლები შემცირებას იწყებს. ზოგიერთ თვეში ახალი რეკრუტების რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით 20%-თან მეტითაც კი შემცირდა. ხოლო 2026 წლისთვის ეს განსხვავება აშკარად შესამჩნევი გახდა. წელს პირველ რამდენიმე თვეში რუსეთი საშუალოდ მხოლოდ 800 ჯარისკაცს იღებდა ყოველდღიურად. მაგრამ 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ყოველდღიურად უკვე 1000-დან 1200-მდე ახალ ჯარისკაცს იღებდა. შედეგად ორგანიზაციებმა, როგორიცაა მინდა ვიცოცხლო, იცინას წარმეთყოლეს, რომ რუსეთი დიდი ალბათობით ვერ მიაღწევს თავის მიზანს და 2026 წელს 409,000 კონტრაქტიანი ჯარისკაცის აყვანას ვერ შეძლებს. და ეს არც არის გასაკვირი. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ქვეყანას სულ უფრო უჭირს იპოვოს ადამიანები, რომლებიც მზად არიან ხელი მოაწერონ კონტრაქტს, რაც დიდი ალბათობით რამდენიმე კვირაში მათ სიკვდილს გამოიწვევს. ომის დასაწყისში ეს ასე რთული არ იყო. იმ დროს რუსეთს ჯერ კიდევ შეეძლო დაეყრდნო თავის პროპაგანდისტულ მანქანას, რათა ხალხისთვის დაეჯერებინა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობდა, რომ უკრაინის ხალხი უბრალოდ ელოდა მამაცი რუსი გმირების მიერ გათავისუფლებას და რომ მთელი ოპერაცია ძალიან მალე დასრულდებოდა. ბევრი გულუფხილო და ადვილად მოსატყუებელი ჯამრთელი მამაკაცი იჯერებდა ამ ამბებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ სამხედრო სამსახურში ჩაწერა, სოლიდური თანხის მიღება საკუთარი თავის ან ოჯახის დასახმარებლად, ფრონტის ხაზზე გარკვეული დროის გატარება და შემდეგ სახლში დაბრუნება კიევის დაპყრობის შემდეგ. მაგრამ კვირები თვეებად იქცა, თვეები კი წლებად და კრემლის ტყუილები სულ უფრო ადვილად შესამჩნევი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ მზად იყო ებრძოლა, ბევრმა სიმართლე გააცნობიერა. მათ იცოდნენ, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე წასვლაზე დათანხმება ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი იყო. მათ დაინახეს, რომ რუსეთი ამ ომს ვერ იგებდა და დიდი ალბათობით ის წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა. და სულ უფრო მეტი ადამიანი აღარ სურდა ამაში მონაწილეობა. დროის გასვლასთან ერთად რუსეთის რეკრუტერებისთვის ბევრად უფრო რთული გახდა ხალხისთვის იმის დაჯერება, რომ უნდა წასულიყვნენ და ებრძოლათ. ამიტომ ისინი სასოწარკვეთილები გახდნენ. მათ მხოლოდ ფინანსური წახალისება არ გაზარდეს, არამედ კვოტების შესავსებად უფრო არაკეთილსინდისიელ ხერხებსაც მიმართეს. მაგალითად ისინი ციხეებში შევიდნენ და მსჯავრდებულებს შესთავაზეს, რომ თუ 6 ან 12 თვეს ჯარში იმსახურებდნენ, შეეძლებოდათ საკნებიდან გამოსვლა და სასჯელის გაუქმება. მათ დაიწყეს ისეთი ადამიანების გაწვევა, რომლებსაც სერიოზული ან სასიკვდილო დაავადებები აქვთ, მაგალითად HIV ინფექცია, ტუბერკულოზი ან ჰეპატიტი C, რომლებიც ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. მათ აიძულეს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების დამოკიდებულების მქონე ადამიანები სამხედრო კონტრაქტებზე ხელმოწერას, რომელთაგან ბევრს, როგორც იუწყებიან, იმ დროს საერთოდ არ ესმოდა, რაზე აწერდნენ ხელს. მათ ეთნიკურ უმცირესობებსა და იმიგრანტებს დეპორტაციით დაემუქრნენ, თუ არმიაში არ შევიდოდნენ და ზეწოლა მოახდინეს ქვეყნის ყველაზე ღარიბ თემებზე. მათ თაღლითობითა და ტრეფიკინგით ათასობით აფრიკელი მამაკაცი ომში ჩართეს. გამოიყენეს ცრუ საბაბები, აშკარა ტყუილები ან დიდი ხელფასების ცრუ დაპირებები, რათა ისინი სამშობლოდან მოეტყუებინათ. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა დანაკარგების დასაბალანსებლად. რუსეთი მაინც უფრო მეტ კაცს კარგავს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. რუსეთის რეკრუტიორებმა უკვე სცადეს ღარიბების, უმცირესობების, ავადმყოფებისასა და უძუურების მიზანში ამოღება. ახლა ისინი ახალ დემოგრაფიულ ჯგუფზე, ახალგაზრდებზე ამახვილებენ ყურადღებას. გაოცებას იწვევს CNN-ის მიერ 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელმაც გამოავლინა მასშტაბური რეკრუტირების კამპანია, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზეა მიმართული რუსეთის რეგიონებში. და როგორც წინა რეკრუტირების კამპანიები, ესეც სავსეა ტყუილებით. მაგალითად, მრავალი რუსული უნივერსიტეტის ვებგვერდის, სოციალური მედიის გვერდებისა და ადგილობრივი მედიის ანგარიშების ანალიზის შემდეგ, ასევე სტუდენტებთან უშუალო საუბრის შედეგად, CNN-მა დაადგინა, რომ რუსეთის რეკრუტერები სტუდენტებს პირდებიან ერთწლიან ფიქსირებულ კონტრაქტებს და მაღალ ტექნოლოგიური უნარების შესწავლის შესაძლებლობას. ისე რომ ფრონტის ხაზთან ახლოს მსახურება არ მოუწევთ.
რეალურად ამ ყველაფრის დიდი ნაწილი სრულიად არასწორია. ექსპერტები კი აფრთხილებენ, რომ სტუდენტები, რომლებიც ხელს მოაწერენ კონტრაქტს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგზავნონ ფრონტის ხაზის სასიკვდილო ზონებში, ყოველგვარი გაფრთხილების ან გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე. კამპანია როგორც ჩანს იანვარში დაიწყო. სულ რამდენიმე თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ახალი სამხედრო დანაყოფის, უპილოტო სისტემების ძალების შექმნის შესახებ, რომელიც სრულად ეძღვნება დრონებით ომს. მალე ამის შემდეგ რუსეთის მასშტაბით უნივერსიტეტებმა დაიწყეს სამხედრო რეკრუტირების ვიდეოების, სურათებისა და პოსტერების გაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში, სადაც კურსდამთავრებულებს მოუწოდებდნენ ან ზოგჯერაც ურჩევდნენ, რომ კონტრაქტზე ხელი მოეწერათ. ზოგიერთი უნივერსიტეტი კიდევ უფრო შორს წავიდა და მასპინძლობდა რუს სამხედროებსა და ვეტერანებს, რომლებიც სტუდენტებს ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ მოტივაციურ პროპაგანდისტულ სიტყვებს წარმოუდგენდნენ. დამოუკიდებელმა რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ, რომელიც სტუდენტურ საკითხებზე სპეციალიზდება, ეს ამბავი უფრო ღრმად გამოიკვლია და დაადგინა, რომ რუსეთისა და ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების მასშტაბით სულ მცირე 279 უნივერსიტეტი და კოლეჯი აქტიურად მონაწილეობს ამ რეკრუტირების კამპანიაში. ეს მოიცავს ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებსაც, მაგალითად სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც თავად ვლადიმირ პუტინი სწავლობდა, და მოსკოვის უმაღლომიკის სკოლას, რომელმაც თებერვალში უპილოტო სისტემების საკუთარი ფესტივალიც კი ჩაატარა. სურათებს, ვიდეოებსა და სოციალურ პოსტებს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ეს მარკეტინგული კამპანია ახალგაზრდებზეა გათვლილი. მაგალითად, ერთ ვიდეოში ახალგაზრდა რუსი ბიჭი თავის ოთახში ვიდეო თამაშებს თამაშობს, ხოლო ფონზე ხმა ამბობს. გეუბნებოდნენ, რომ ვიდეო თამაშებზე დროს ფლანგავდი. შემდეგ მოთამაშე დრონის ოპერატორად გარდაიქმნება, ხოლო ნარატორი აგრძელებს. მაგრამ არსებობს ადგილი, სადაც შენი გამოცდილება განსაკუთრებით ფასეულია. ეს მარტივი, მაგრამ პოტენციურად ეფექტური მარკეტინგული ხრიგია და ვიდეო თამაშების თემატიკა თითქმის ყველგან არის სხვა სარეკლამო მასალებშიც. მაგალითად, ვოლგოგრადის პლეხანოვის სახელობის რუსეთის ელობის რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის ერთ ვიდეოში ნაჩვენებია გაყოფილი ეკრანი. ერთ მხარეს მოთამაშეა, მეორე მხარეს კი დრონის ოპერატორი. წარწერით: აილჩიეს სწორი სკინი. ზოგიერთი რეკრუტირების პოსტი პირდაპირაც კი აღნიშნავს, რომ თამაშის მოყვარულებს უპირატესობა მიენიჭებათ განაცხადების განხილვისას. ეს უზარმაზარი ზეწოლაა ახალგაზრდებზე, რომელთაგანაც ბევრს შეიძლება არ კონდეს წარმოდგენა, რა ნაბიჯი გადადგას შემდეგ ცხოვრებაში და აკლდეს ხელმძღვანელობა, მიმართულება ან მისაბაძი მაგალითი, რათა სწორად აირჩიოს გზა. ზოგისთვის ეს მთელი კამპანია ღალატადაც კი აღიქმება, რადგან სწორედ ის ინსტიტუტები, რომლებიც მათ აღზრდასა და სწავლას უნდა ემსახურებოდნენ, ახლა მოუწოდებენ, რომ საკუთარი ცხოვრება დათმო. ერთმა სტუდენტმა CNN-სთან თავის გრძნობები ასე შეაჯამა. სტუდენტები უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, მუდმივად სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართვის მოწოდებების მოსმენა ძალიან უსიამოვნოა. გაცნობიერება იმისა, რომ უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომში გაგიშვას, კიდევ უფრო მძიმეა. სხვა სტუდენტმა გაამხილა, რომ კამპუსზე რეკრუტირების ღონისძიებებზე მისულ სტუდენტებს ოქროს მთებს პირდებოდნენ სტუდენტური ვალის განულების, სხვა პრივილეგიებისა და რა თქმა უნდა, მხოლოდ 1 წლის უკანა ხაზზე, ფრონტისგან შორს სამსახურის სახით. ეს უდავოდ ომის ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილად დაგეგმილი რეკრუტირების კამპანიაა დღემდე. და სწორედ ქვეყნის ერთ-ერთმა უმაღლესმა ორგანომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გადაწყვიტა ზუსტად როგორ უნდა ემუშავა ამ ყველაფერს. რუსი სამხედრო იურისტის არტემ კლიგერის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ უნივერსიტეტებს ძალიან ზუსტი ინსტრუქციები მისცა, მიუთითა ვიზზე უნდა გაეკეთებინათ აქცენტი და როგორ მიეპყროთ მათი ყურადღება. სამინისტროს ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ უნდა მიმართონ როგორც მამაკაც, ისე ქალ სტუდენტებს და უნივერსიტეტებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, რომ ნებისმიერ მოხალისე რეკრუტს ექნება უნიკალური ცოდნა და უნარები, ხოლო მტრის ცეცხლის ქვეშ მოხვედრის რისკი ჩვეულებრივ ჯარისკაცთან შედარებით ნაკლები იქნება. ასევე გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური წახალისება, მინიმუმ 400,000 რუბლი, რაც თითქმის $5,000 შეადგენს. თუმცა ზოგი უნივერსიტეტი კიდევ უფრო შორს მიდის. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მხოლოდ ჩაწერისთვის ერთჯერადად დაახლოებით $10,000 იხდის, ხოლო შემდეგ საბაზისო წლიური ხელფასი თითქმის $70,000-ია. კლიგერი აღნიშნავს, რომ ფული ალბათ ერთადერთი სიმართლეა ამ მთელი კამპანიიდან. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია. ეს არის უბრალო კონტრაქტი რუსეთის არმიასთან, ვადების და განსაკუთრებული პირობების გარეშე. რადგან ყველა ამ რეკლამაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არ იყო ნახსენები. ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად არასდროს გაუუქმებია ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დეკრეტი, რომელიც მან 2022 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. ამ დეკრეტმა სრულად შეცვალა მდგომარეობა რუსის სამხედრო რეკრუტებისთვის, რადგან ის ადგენს, რომ ყველა ახალი სამხედრო კონტრაქტი ძალაში რჩება ნაწილობრივი მობილიზაციის პერიოდის დასრულებამდე. ეს პერიოდი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ვინც ახლა გააფორმებს კონტრაქტს, კვლავ ექვემდებარება ამ დეკრეტს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ერთწლიანი ვადიანი კონტრაქტი არ არსებობს. ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებიც ამ მახეში აღმოჩნდებიან, უბრალოდ 1 წელი არ გაატარებენ ფრონტის ხაზიდან მოშორებით, დრონებით თამაში, თითქოს ეს ვიდეო თამაში იყოს და შემდეგ უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში.
ისინი იქ გაჭედილები დარჩებიან. შესაძლოა იქამდე სანამ ან არ დაიღუპებიან, ან იმდენად მძიმედ არ დაიჭრებიან, რომ ვეღარ გააგრძელებენ ბრძოლას. და კიდევ უფრო უარესია. სტუდენტების წინა ხაზიდან შორს განთავსების დაპირებაც არ ეფუძნება არანაირ რეალურ კანონს ან კანონმდებლობას. როგორც გრიგორიო სვერდლინი, ანტისაომარი საქველმოქმედო ორგანიზაცია Get Lost-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, როგორც კი ადამიანი კონტრაქტს ხელს აწერს, ის ფაქტობრივად თავდაცვის სამინისტროს მონახდება. ის შეიძლება გაგზავნონ ნებისმიერ ნაწილში, სადაც თავდაცვის მინისტრს დასჭირდება. არჩევანის უფლება საერთოდ არ არსებობს. კარგი ამბავი ისაა, რომ სტუდენტების უმეტესობა ამის შესახებ იცის. ან მინიმუმ იმდენად არის ინფორმირებული, რომ ესმოდეს, ამ ომში ჩაწერა ჭკვიანური გადაწყვეტილება არ არის. მაგალითად, ყველა სტუდენტი, ვისთანაც CNN-მა ისაუბრა, ერთნაირად არ ენდობა კრემლის პროპაგანდას. ერთმა განაცხადა, რომ მის თანაკლასელებსა და მეგობრებს შორის არც ერთი არ ფიქრობს კონტრაქტზე ხელმოწერას, თუნდაც ფინანსურად რთულ მდგომარეობაში იყვნენ. სხვა სტუდენტმა დაამატა, რომ ეს სისულელე მისთვის დამაჯერებელი არ არის და თანაკლასელებსაც მოუწოდა გაიგონ, რომ ეს ყველაფერი თაღლითობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კამპანია აუცილებლად წარუმატებელი იქნება. შეიძლება საკმარისი რაოდენობის ახალ რეკრუტებს ვერ მოიზიდავს, რომ სრულად შეავსოს დასუსტებული რუსული რიგები, მაგრამ მაინც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ დაარწმუნოს ზოგიერთი უფრო მიმდობი, დაბნეული ან გაჭირვებული სტუდენტი კონტრაქტზე ხელმოწერაში. მართლა ასეა. როგორც ჩანს, ზოგიერთი უნივერსიტეტი აქტიურად ამახვილებს რეკრუტირების ძალისხმევას იმ სტუდენტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად რისკავენ კურსების ჩაჭრას. ერთმა სტუდენტმა გაამხილა, რომ ის სპეციალურ ჯგუფურ შეხვედრაზე მიიწვიეს მხოლოდ მათთვის, ვინც სწავლაში ჩამორჩება, სადაც მას და მის თანაკლასელებს მოუწოდეს, რომ სამხედრო სამსახურში ჩაწერილიყვნენ. სხვა სტუდენტმა კიდევ უფრო შემაშფოთებელი ამბავი მოყვა, სადაც უნივერსიტეტმა თითქმის ჩვენი ჯგუფის მესამედი გარიცხა და მათ ადგილზე აიძულეს ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერათ, რათა ადგილი შეენარჩუნებინათ. და ზოგიერთი უნივერსიტეტი სულ უფრო მზაკრულ მეთოდებს იყენებს, რათა საკუთარი რეკრუტირების კვოტები შეავსოს. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, მაგალითად, სტუდენტებისთვის დავალებების შესრულებისა და ჩაბარების ვადები შეამცირა, რაც ფაქტობრივად ართულებს მათთვის საჭირო შეფასებების მიღებას. ლოგიკა მარტივია. გაართულეს სტუდენტებისთვის გამოცდების ჩაბარება, რომ მეტი სტუდენტი ჩაიჭრას. და სწორედ ეს გაჭირვებული, სტრესში მყოფი სტუდენტები უფრო ადვილად დაექვემდებარებიან რეკრუტირების ზეწოლას. ერთმა სტუდენტმა დაამატა, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლები სპეციალურად ეძებდნენ პირველ კურსელებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, ან ადაპტაცია უჭირდათ და სწორედ მათ უმიზნებდნენ. ესეთი სტუდენტები პირად საუბრებზე იწვევენ, სადაც მათ სთავაზობენ სამსახურს სამხედრო ძალებში, რათა უზრუნველყონ, რომ ისინი სწავლას დაასრულებენ და თავიდან აიცილებენ დამანგრეველ ფინანსურ ვალებს. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ისტორიებია აშკარა ემოციური ძალადობის შესახებ. უნივერსიტეტები, ადგილები, სადაც ადამიანები მიდიან, რომ განვითარდნენ, ისწავლონ, მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები, რომ წავიდნენ და აისრულონ თავიანთი ოცნებები, ან გახდნენ პროდუქტიულები. საზოგადოების წევრები აქტიურად უპირისპირდებიან საკუთარ სტუდენტებს. სასტიკად იყენებენ მათ შიშებსა და სტრესებს, მხოლოდ იმისთვის, რომ გამოყვებონ გაუმაძღარი კრემლის ომის მანქანა. როგორც ერთმა სტუდენტმა დაასკვნა, არასოდეს წარმომედგინა, რომ ჩემი საყვარელი უნივერსიტეტი იმად იქცეოდა, რისგანაც ჩემს მეგობრებს დავიცავდი. მაგრამ სწორედ ეს არის დრევანდელი პუტინის რუსეთი. ადგილი, სადაც ადამიანებს პირუტყვივით ეპრობიან, სადაც ჯარისკაცები მხოლოდ ხორცის ნაჭრებად მიიჩნევიან და სადაც თინეიჯერებიც კი, რომლებსაც მთელი ცხოვრება წინ აქვთ, დაუნდობლად ხდებიან სამიზნე იმ ადგილებში, სადაც თავი ყველაზე უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რუსეთის არმია ეხლა ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია. დიქტატურის ბოლო დღეები ყოველთვის ერთნაირად მიმდინარეობს. პარანოიასა და ილუზიებში ჩაფრული დიქტატორი საკუთარ გარემოცვას ებძვის. ადრენდობით აღჭურვილი მრჩევლები მტრები ხდებიან, როცა დიქტატორი ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. პუტინი ახლა სწორედ ამ დიქტატორის სიკვდილის აგონიაშია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინგრევა, რადგან პუტინი უმაღლეს ჩინოვნიკებს ანადგურებს, რათა დაფაროს, რამდენად სერიოზულია მისი მარცხები. რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ არმიას რაღაც საშინელებას უკეთებს. 26 წლიანი რეჟიმი თვალსა და ხელს შუა იშლება. მოსკოვის Times-მა 10 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე პაվել პოპოვი კორუფციის ბრალდებით დამნაშავედ სცნეს და 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სამხედრო სასამართლომ პოპოვს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ივნისამდე მუშაობდა, მიუსაჯა სასჯელი. ის დააკავეს რუსეთის მიერ გამოცხადებული სამხედრო სისტემის სრულად გადახალისების ფარგლებში. თარლითობა, დოკუმენტების გაყალბება, იარაღის უკანონო ფლობა, ქთამისაღება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იყო ბრალდებები, რომლებიც პაულ პოპოვს წაუყენეს. გადამწყვეტი მომენტი, როგორც ჩანს, პოპოვის მიერ დაგეგმილი შეთქმულების გამოვლენა იყო. რუსეთის სამხედრო თემატიკის პატრიოტ პარკის განვის განვითარებისთვის განკუთვნილი თანხების საკუთარი კერძო ქონებისთვის გამოყენება. და მერე რა შეიძლება ფიქრობდეთ? რუსეთმა ერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი მოიშორა. იქ ისედაც ბევრი ხლოთ. ეს არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ პუტინმა თანამდებობიდან ის ადამიანი გაათავისუფლა, ვინც თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო იქ. ზედაპირზე ასე ჩანს ყველაფერი, მაგრამ პოპოვის პატიმრობის უკან მდგომი რეალობა ბევრად უფრო ბუნდოვანია.
პოპოვი ყოფილი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მტკიცე მოკავშირე იყო და მისი პატიმრობა სულაც არ არის ცალკეული შემთხვევა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ყველგან აჩეხავს, რამაც სისხლის სამართლის გამოძიებების სერია გამოიწვია, რომლებიც ყველა მიზნად ისახავდა იმ ომის არქიტექტორების აღმოთმოფრას, რომელიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. პუტინი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ანუ FSB-ს იყენებს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ნებისმიერი ბრალდებით, რომელიც მისი აზრით შეიძლება გამართლდეს. ეს წარმოაჩენენ როგორც კორუფციასთან ბრძოლას. მაგრამ სინამდვილეში ეს პარანოიდი პუტინის მცდელობაა ჩამოიშოროს ყველა, ვინც მისი აზრით შეიძლება გამოავლინოს იგი როგორც კატასტროფულად წარუმატებელი სამხედრო ლიდერი, რაც სინამდვილეში არის. ყველაფერი დაიწყო 2024 წლის 12 მაისს. ეს ის თარიღია, როდესაც პუტინმა გადაწყვიტა შოიგუ დაეთხოვა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. შოიგუმ პუტინის ნაჯახის მოქნევა ბევრად უკეთ გადაიტანა, ვიდრე ისინი, ვინც მოგვიანებით მოხვდნენ მის გზაზე. ის რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. მაგრამ როცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი გავლენიანი პოზიციიდან ჩამოაშორეს, ისინი, ვინც მის ხელქვეით მუშაობდნენ, გაანადგურეს, რადგან მთელი სამინისტრო პუტინის ბრძანებით დაშალეს. შემდეგი, ვინც დათქმის ქვეშ აღმოჩნდა, იური კუზნეცოვი იყო. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, რაც შოიგუმ გავლენა დაკარგა, კუზნეცოვი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, კორუფციის საქმეზე დააკავეს. ბრალდება ამჯერად ის იყო, რომ მისი სახლის ჩხრეკისას $1 მილიონი ნაღდი ფული და სხვა ძვირფასეულობა აღმოაჩინეს. რაც რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით ქთა მიიღო, რომელიც კუზნეცოვმა კომერციული ორგანიზაციისგან მიიღო გაურკვეველი სამსახურის სანაცვლოდ. როგორც საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ დაკავების დღეს სოციალურ ქსელში განაცხადა. ეს განცხადება იმდენად ბუნდოვანია, რამდენადაც შენადაც შეიძლება იყოს. და მაღალი თანამდებობის პირების დაკავება კორუფციის ბრალდებით მალე გახდება ქმედება, რომელსაც პუტინი არაერთხელ გაიმეორებს. ყოველ ჯერზე შოიგუს უახლოესი წრიდან ვინმეს დაუმიზნებს. სხვათა შორის ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა დაემართა კუზნეცოვს. მისი პატიმრობის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. ყოფილი შოიგუს მოკავშირის შესახებ ბევრი ვარაუდი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დიდხანს არ გასულა, რომ პუტინის ნაჯახი ისევ დაეცემოდა. ამჯერად ის ვადიმ შიმარინის კისერზე დაეცა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. კვლავ ხედავთ ნაცნობ ისტორიას. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შიმარინმა 2019-დან 2023 წლამდე თითქმის $450,000 ქთამი მიიღო, რომლებიც თითქოს და ყველა კომუნიკაციური აღჭურვილობის მწარმოებელი ქარხნიდან მოდიოდა. ამ ქთამების შედეგად, როგორც ითქვა, ქარხანას დიდი სახელმწიფო კონტრაქტები მიენიჭა. ამჯერად პუტინის გარემოცვამ საქმე ბოლომდე მიიყვანა. შიმარინს 2025 წლის აპრილში 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ მანამდე, სანამ მას ბორგილებით წაიყვანდნენ, თავდაცვის სამინისტროში კიდევ უფრო მეტი დომინო ეცემოდა. შემდეგი, ვინც თანამდებობა დაკარგა, დმიტრი ბულგარკოვი იყო. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დმიტრი ბულგარკოვი 2022 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პუტინმა ამ კონკრეტულ მინისტრზე ადრე დაიწყო მოქმედება, მაგრამ თავისი მიზნის მიღწევა მხოლოდ 2024 წლის ივლისში შეძლო. სწორედ მაშინ ბულგარკოვი, რომელმაც 15 წელი გაატარა რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის დიკის ზედამხედველობაში, ოფიციალურად დააგავეს. გამოაცხადეს უფრო ბუნდოვანი კორუფციული ბრალდებები და ბულგაკოვი რუსეთის ლეფორტოვოს ციხეში გადაიყვანეს სასამართლოს მოლოდინში. მას შემდეგ ბულგაკოვის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. ბულგაკოვი პასუხისგებელი იყო რუსეთის ლოგისტიკაზე იმ დროს, როცა პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი დაკავება უფრო დასჯა იყო რუსეთის იმ წარუმატებლობისთვის, რომ ვერ დაასრულა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელსაც პუტინი უკრაინაში მარტივ გამარჯვებად მიიჩნევდა. მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. როგორც კუზნეცოვის შემთხვევაში, რუსეთს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა დაემართა ბულგაკოვს მისი დაკავების შემდეგ. ამ დროისთვის უკვე გარკვეული სურათი იკვეთება. მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს უკრაინის განადგურება რამდენიმე კვირაში, როგორც პუტინი თავდაპირველად ელოდა, რუსეთის პარანოიდული ლიდერის შიგნით საკუთარ გარემოცვაში დაიწყო მიზეზების ძიება. რატომ ჩავარდა შეჭრა? როგორ გადაიქცა ეს მრავალწლიან კონფლიქტად? პასუხების ძებნის ნაცვლად, პუტინი მოითხოვდა, რომ ისინი, ვისაც ის მარცხში ადანაშაულებდა, გაეყვანათ, ხშირად კორუფციის ბრალდებებით, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში ბუნდოვანი იყო. ეს ყველა კაცი ოდესღაც ფავორიტი შოიგუს მოკავშირეები იყვნენ და კიდევ ბევრს მოხვება მათ. იური სადოვიენკო შემდეგი იყო. სადოვიენკო რუსეთის კიდევ ერთი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობიდან 2024 წლის 20 მაისს გაათავისუფლეს. სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც შოიგუ თავდაცვის სამინისტროდან გადაიყვანეს. ერთხანს ეს თითქოს სადოვიენკოს ისტორიის დასასრული იყო. მისი თანამემამულეებისგან განსხვავებით, მას კორუფციის ბრალდებით არ დაუკავებიათ. სადოვიენკო თითქოს გაქრა, სანამ 2025 წლის დეკემბერში ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის შესახებ ამბავი არ გავრცელდა. სადოვიენკო გარდაიცვალა, სავარაუდო გულის დაავადების მსხვერპლი 47 წლის ასაკში. სადოვიენკო შოიგუს გუნდში 1984 წლიდან იყო, როგორც UN-ენ ავრცელებს და რუსული მთავრობის იერარქიაში თანდათანობით დაწინაურდა თავის მენტორთან და ლიდერთან ერთად. ის შოიგუს მოადგილედ 11 წლის განმავლობაში მსახურობდა. მისი გადაყენების მომენტისთვის და პუტინისგანაც კი ჰქონდა მიღებული ჯილდოები, მათ შორის სამშობლოს წინაშე დამსახურების ორდენი.
შესაძლოა ეს იყო რუსი გმირის ცხოვრების ტრაგიკული დასასრული. ან იქნება ეს იყო მოულოდნელი რუსული სიკვდილის სინდრომის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელმაც შოიგუს კიდევ ერთი მოკავშირე იმსხვერპლა. სადოვიენკო შობას გარდაიცვალა, დაავადებით, რომლის არსებობაც როგორც ჩანს არავის სოდნია. ეს ასევე მოულოდნელი იყო და როგორც პუტინის მიერ დაპატიმრებული რამდენიმე ყოფილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის შემთხვევაში მოხდა, სადოვიენკოს გარდაცვალების შემდეგ მასზე ბევრი არაფერი თქმულა. ისე ბევრი რამ, რაც მას დაემართა, საწყისი ცნობების მიღმა საიდუმლოთი არის მოცული, რომ უკვე ძალიან დიდი დამთხევა ჩანს შოიგუს ასეთი ახლო მოკავშირის გარდაცვალება, სწორედ იმ დროს, როცა ამდენი სხვა ყოფილი მოკავშირე დააპატიმრეს. თუმცა ეს შეიძლება სპეკულაციური იყოს. ვერ უარყოფთ, რომ მისი სიკვდილი პუტინის იმ ნიმუშს ერგება, რომლის მიხედვითაც ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ქვეშ მყოფი მაღალჩინოსანი მოიშოროს. შეიძლება ამის მიზეზიც არსებობს. მალე მიუბრუნდებით იმას, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. სადოვიენკოს გადაყენებასა და პოპოვის დაპატიმრებას შორის სხვებიც პუტინის ნაჯახის მსხვერპლი გახდნენ. ვლადიმირ შესტეროვი, რომელიც ოდესღაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. 2025 წლის ივლისში თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რამდენიმე კვირით ადრე ტიმურ ივანოვი, რომელიც ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და სადოვიენკოსგან გადაიბარა ეს თანამდებობა, თუმცა 1 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, ასევე აღმოჩნდა ციხეში. მას 13 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, კვლავ ქთამის აღებისა და გაფლანგვის ბრალდებით. მას, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე, ასევე შემდეგ ციხეშიც რუსლან სახილოვი მიხვა. 2026 წლის 5 მარტს სახალოვს წაუყენეს ბრალდება, გამოიცანით რა, გაფლანგვაში და დამატებით ფულის გათეთრებაში. ბოლო 2 წლის განმავლობაში ისევ და ისევ ხედავთ ერთსა და იმავე ისტორიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. პოპოვი უბრალოდ ბოლოა შოიგუს მოკავშირეთა გრძელ სიაში, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში ვიცით რა დაემართა მას. დანარჩენ 7 მინისტრს შორის 2-ის შესახებ კი არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. პუტინმა ისინი ან დააპატიმრა, ან შეიძლება მოულოდნელი რუსული სიკვდილის სინდრომი დაატყდა თავს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ორი შესაძლო მიზეზი არსებობს. ერთი არის კორუფცია, რომლის არსებობასაც პუტინი ამტკიცებს. შესაძლოა, რომ რუსეთის ლიდერმა გადაწყვიტა ისეთი ქაოსი შეექმნა იმ ერთადერთ სამთავრობო ორგანოში, რომელიც მას სჭირდება, რაც შეიძლება სტაბილურად დარჩეს უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს, რადგან ცდილობს აღმოფხრას ის ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთს ფარავენ, ფულს ფარავენ. მაგრამ შეიძლება კიდევ ერთი მიზეზიც იყოს, და ეს მიზეზი მთლიანად ცვლის ჩვენს შეხედულებას ამ დაპატიმრებების სერიაზე. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. და ჩვენ გიყვებით ამბებს სათაურების მიღმა. თუ მეტი გსურთ ნახოთ, დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ. დავიწყოთ კორუფციის კუთხით, რომელსაც ვლადიმირ პუტინი და ფსბ იყენებენ ყველა ამ დაპატიმრებისთვის. ჯონ ჰარდის თქმით, რომელიც დემოკრატიების დაცვის ფონდის რუსეთის პროგრამის დირექტორის მოადგილეა, მიზეზი, რის გამოც შოიგუს ამდენი მოკავშირე მოხდა სამიზნეში, უფრო მეტად დაკავშირებულია უწყებათა შორის დაპირისპირებებთან, ვიდრე იმ კორუფციასთან, რომელიც ოფიციალურად დასახელდა. შოიგუ აკრიტიკებდა თავდაცვის ინდუსტრიას, სამხედროებისთვის არასაკმარისი მომარაგების გამო. ამტკიცებს ჰარდი და ამატებს. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის საწყისი ეტაპის ჩავარდნაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება, როგორც ჩანს, ფსბ-მ მოახერხა პასუხისმგებლობის გადატანა. ასე რომ ეს შეიძლება იყოს ერთი უწყების მცდელობა, დაშალოს მეორე უწყება მანამდე, სანამ ის მეორე უწყება თვითონ დაშლის მას. ფსბ, რომელიც ცდილობს პუტინის კეთილგანწყობა შეინარჩუნოს, საკუთარ თავზე აიღო რუსეთის სამხედროებში კორუფციის აღმოფხვრის მისია და ასე მოხდა, რომ კორუფციაში ჩართული უმეტესობა ყოფილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ, რომლებიც სერგეი შოიგუსთან იყვნენ დაკავშირებულნი. პუტინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რამდენიმე სვლაში დაამარცხეს, რაც პირდაპირ სამეფო კარის თამაშებიდან შეიძლებოდა ყოფილიყო აღებული. პუტინისთვის ეს ყველაფერი ძალიან მოსახერხებელი იყო. ბოლოს და ბოლოს ის რუსეთის პრეზიდენტია. როგორც უკრაინაში შეჭრის მთავარი ფიგურა, პუტინი უკვე კრიტიკას იღებდა იმის გამო, რომ ომი 2 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა იმ დროისთვის, როცა მან თავდაცვის სამინისტროს წმენდა დაიწყო. პუტინი რა თქმა უნდა გაბრაზებული იქნებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის უკრაინის დაპყრობის წარუმატებლობაზე, მაგრამ ის ასევე კარგად იცნობდა იმ უკმაყოფილების ტალღას, რომელიც რუსეთში ამ ოპერაციის წარუმატებლობის გამო ყალიბდებოდა. კრემლი უკვე იძულებული გახდა ჩაეტარებინა არაპოპულარული ნაწილობრივი მობილიზაცია, ხოლო რუსული არმია ათასობით მსხვერპლს განიცდიდა, რაც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. პუტინისთვის ეს წმენდა არის გზა, რომ პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. ზუსტად ისე როგორც ეს ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს დაუპირისპირდა. ესეთი ბევრი მაღალი თანამდებობის პირის მოცილება პუტინს აძლევს საშუალებას წარმოაჩინოს თავი, თითქოს ის მოქმედებს რუსეთის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უკრაინაში. გაბრაზება როგორც რუსეთის მოქალაქეებს შორის, ასევე რუსულ სამხედრო წრეებში მცირდება, რადგან პუტინს შეუძლია მიუთითოს და თქვას, ნახეთ, მე მოვიშორე ისინი, ვინც მარცხის მიზეზი გახდა. ახლა რუსეთს შეუძლია გამარჯვებისკენ იაროს. ეს პოპულიზმის ყველაზე პრიმიტიული ფორმა, რადგან პუტინი მზადაა ნებისმიერი გახდეს განტევების ვაცი, ოღონდ ყურადღება მისკენ არ იყოს მიპყრობილი. დამატებითი შიშის ფენა, რომელსაც ასეთი წმენდა ქმნის რუსეთის მაღალჩინოსნებში, უბრალოდ ბონუსია, რადგან პუტინი გზავნის მესიჯს, რომ ვინც მას ვერ გაამართლებს, შეიძლება სცენიდან მოიშორონ, შესაძლოა სრულიად გამოგონილი ბრალდებებითაც კი. ასევე არ უნდა გამოგრჩეს, რომ კორუფციის ბრალდებები, რომლებიც პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ წაყენებულია, თავიდანვე დაგეგმილია.
როგორც ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი ტრიანუს სიპა არნიშნავს, პუტინის რუსეთი ზუსტად ისე როგორც საბჭოთა სისტემა, რომელმაც ის წარმოშვა, აგებულია სისტემაზე, რომელიც შიდა წრეს საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება მეტი ფული მიითვისონ. ეს ერთგულების ტაქტიკაა. პუტინი ადამიანებს ამდიდრებს, რათა ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ის უბრძანებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაშლის მთელი პროცესი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ერთგულება ორმხრივი არ არის. თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ უნდა გაგიშვას, მიზეზის მიუხედავად ის იზრუნებს იმაზე, რომ შენ თავად გეჯიროს ის თოქი, რომელიც მან თავად გადმოგცა. შემდეგ კი ჩამოიხჯობი. და პუტინი აგრძელებს ცხოვრებას თავის მოტყუებულ სამყაროში, სადაც რუსეთის მარცხი უკრაინაში არასდროს არის მისი ბრალი. ასე რომ ეს არის ლოგიკური ახსნა. პუტინმა გამოიყენა კორუფცია, რომელსაც თავად უწყობს ხელს, რათა თავისი მარცხის ბრალეულობა სხვებზე გადაიტანოს. თუმცა ჩვენ ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროს წმენდა ძირითადად შეეხო იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის შოიგუს მოკავშირეები იყვნენ და თავად შოიგუც გადაიყვანეს იმ სამინისტროდან, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. შესაძლოა ეს ყველაფერი შემთხვევითი არ იყოს. შეიძლება უფრო ღრმა მიზეზი არსებობს, რატომაც პუტინი მიზანში იღებს კონკრეტულ მინისტრებს, რომლებიც ახლა ან დააკავეს, ან გულის უკმარისობით გარდაიცვალნენ. შოიგუ, რომელიც წლების განმავლობაში პუტინის მოკავშირე იყო, შესაძლოა აღარ იყოს მისი მოკავშირე. და ყველაფერი, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ, შეიძლება იყოს პუტინის გზა, რომ დაასუსტოს იმ ადამიანის მხარდამჭერი ბაზა, რომელიც მის ავტორიტეტს ეჭქვეშ დააყენებდა. ვრცელდებოდა ხმები, რომ შოიგუ ცდილობს პუტინის წინააღმდეგ წასვლას 2022 წლის მისიდან. სწორედ მაშინ ყოფილმა CIA-ის ოფიცერმა დანიელ ჰოფმანმა ივარაუდა, რომ პუტინი შეიძლება საფრთხის წინაშე დგას თავისი უმაღლესი თანაშემწეების მხრიდან, რომლებიც როგორც უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებით იყვნენ იმედგაცრუებულნი, ასევე გაბრაზებულნი იმით, რომ შეჭრის წარუმატებლობის ბრალი მათ დააგისვეს. ჰოფმანმა თქვა, რომ პუტინთან ახლოს 3 ადამიანი იყო, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ. კრემლის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრ პორტნიკოვი და მოითმინეთ, სერგეი შოიგუ. პირველი 2 ადამიანი, რომლებიც ჰოფმანმა დაასახელა, ჯერ კიდევ პუტინის კეთილგანწყობაში არიან, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მაგრამ შოიგუ იძულებული გახდა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაეთმო და უყურებდა, როგორ მიზანში იღებდნენ მის მოადგილეებსა და თანაშემწეებს ერთი მეორის შემდეგ. შეიძლება ჰოფმანი მართალი იყო. ბოლოს და ბოლოს 10 მარტს გაჩნდა ვარაუდი, რომ იმ პერიოდში რუსეთში მიმდინარე ქაოსი რაღაცით შოიგუს უკავშირდებოდა. VCJK OGPU-ს Telegram არხის მტკიცებით, რომელსაც კრემლთან აქვს კავშირი, მარტის დასაწყისში მოსკოვში ინტერნეტის გათიშვები და შეზღუდვები სრულიად შემთხვევითი არ ყოფილა. ისინი დაკავშირებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვან სამართალდამცავ და სამხედრო ობიექტთან და მოხდა დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც შოიგუს რამდენიმე მოკავშირეს აკავებდნენ. Telegram არხმა ციტირა ანონიმური წყარო, რომელმაც თქვა, რომ გათიშვების დასრულება დაემთხვა რუსლან სახალოვის დაპატიმრებას, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. შემდეგი სახალოვის შემდეგ შეიძლება იყოს მხოლოდ შოიგუ თავად და მას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი გავლენა როგორც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, ასევე სპეცსამსახურებსა და თავდაცვის სამინისტროში, ან წყაროს თქმით. მარტის ყველა არეულობა ასევე ხდებოდა იმ დროს, როცა შოიგუს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის შესახებ ხმები ვრცელდებოდა. არ არის ნათელი, აქვს თუ არა ამ ხმებს რაიმე კონკრეტული საფუძველი. რაც შეეხება შოიგუს, მას შესაძლოა ჯერ კიდევ ჰყოფნის გავლენა, რომ პრობლემებს თავი არიდოს, მაგრამ ეს გავლენა ყოველ ახალ დაპატიმრებასთან ერთად, რომელსაც პუტინი ბრძანებს, სულ უფრო მცირდება. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად. ისინი, ვინც შოიგუს მხარს უჭერდნენ და მის გზას მიყვებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, თანდათან გვერდზე რჩებია. მალე შოიგუს მხოლოდ საკუთარი თავი დარჩება. მაშინ ის გაიგებს, პუტინი მის ქვემოთ მყოფებს იმიტომ აშორებდა, რომ შოიგუ დაეცვა, თუ იმიტომ, რომ შოიგუს საკარდენი საფუძველი მოეშალა და ყოფილი მოკავშირის კორუფციაში ბრალდებით მოცილებისთვის ემზადებოდა. თუნდაც შოიგუს მიერ გადატრიალების ჭორებს არაფერი ამკარებდეს, პუტინი ისე იქცევა, როგორც ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა ახლოვდება. ეს არის პარანოია, რომელზეც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ. დიქტატორი, რომელმაც წლები დახარჯა მის გარშემო კორუფციისა და ცრუ ალიანსების რთული სისტემის შექმნაში, ახლა ხედავს, როგორ ინგრევა ყველაფერი, რაც კი აუშენებია და ეს ყველაფერი მისი უკრაინაში მარცხის ბრალია. ამ ყველაფერში მთავარი ირონია ის არის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წმენდა შესაძლოა საპირისპირო შედეგს იძლეოდეს, ვიდრე პუტინს სურს. რუსეთის ლიდერს სურს შიში დათესოს. მას უნდა რომ რუსეთის ელიტამ, რომლებიც იქ არიან მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინი ამის უფლებას აძლევს, იცოდნენ, რომ ნებისმიერ დაუმორჩილებლობის ნიშანზე მას შეუძლია მათზე მიიტანოს იერიში. მაგრამ როგორც კი პუტინი უფრო პარანოიდული ხდება, დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება. ელიტები, რომლებიც პუტინის უნდა ეშინოდეთ, მის დამიწყენას გრძნობენ. მოწოლა იზრდება და სწორედ ის ტიპის შეთქმულებები, რომლებსაც პუტინი ცდილობს აიცილოს, იწყებენ ფორმირებას. საბოლოო ჯამში შოიგუ პუტინის მოკავშირეა 10 წლეულების განმავლობაში. თუ ის და მისი ხალხიც კი შეიძლება სამიზნე გახდნენ, პუტინის წმენდების გამომწვევი პარანოისგან არავინ არის დაცული. უკვე ნახეთ ნიშნები იმისა, რომ პუტინი ზოგ სააგენტოს სხვებზე ანიჭებს უპირატესობას. FSB ფაქტობრივად პუტინის პირად პოლიციად იქცა, რადგან ის შოიგუს თავდაცვის სამინისტროს ქსელს ანგრევს. ეს ისევ მხოლოდ მეტ უკმაყოფილებასა და შიშს გამოიწვევს. პუტინს მეორე სურს, მაგრამ პირველის თავიდან აცილება სჭირდება. ის სხვა პაწებს დანიშნავს იმ პოზიციებზე, რომლებიც ძალით გაათავისუფლა, მაგრამ ყველა მეცოდინება, როგორ მოხვდნენ იქ და ყველა მეცოდინება, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება მათი დასასრული გახდეს.
შეიძლება მათ არც კი დასჭირდეთ არასწორი დანაბიჯის გადადგმა. პუტინს შეიძლება უბრალოდ დასჭირდეს ვიღაცა სხვა, ვისაც თავის მარცხებში დაადანაშაულებს და ეს საკმარისი იყოს კიდევ ერთი წმენდისთვის. Tebe Research სტატიაში სიპა ამბობს, რომ პუტინმა ის სააგენტოები, რომლებსაც მხარს უჭერს, უფრო აგრესიულები გახადა. მაშინ როცა ანგრევს იმ სააგენტოებს, რომლებიც უკრაინის ომის მის სასარგებლოდ წარმართვას უნდა უზრუნველყოფდნენ. ამავე დროს სტატია გვიზიარებს პუტინის აზროვნების სტილს. პუტინი და მისი ჯაშუშები იზიარებენ ძალიან ბნელ მოსაზრებას, რომ წაგებული ომი გამოიწვევს სახელმწიფოს, ქვეყნის და თავად სააგენტოების დაშლას. დაუბრუნდეთ მარტის ბოლოს და ვნახავთ, რომ პუტინი მხოლოდ ოფიციალურ პირებზე კი არა, არამედ თავად რუსეთზეც ამკაცრებს კონტროლს. მობილური ინტერნეტი დღეების განმავლობაში იბლოკება. პუტინმა ტელეგრამზე მასშტაბური შეზღუდვები დააწესა, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვეულებრივი რუსები კრემლის მიერ დამტკიცებულ და კონტროლირებად სოციალურ ქსელებში გადაიყვანოს. პუტინის პარანოიას ახლა აღარაფერი აქვს აკრძალული. თავდაპირველად თავდაცვის სამინისტრო იყო, ახლა კი ჩვეულებრივი რუსები. ასე რომ შეგიძლიათ დაიჯეროთ კრემლის მტკიცებები, რომ კორუფციას ებრძვის, მაგრამ დიქტატორი, რომელიც თავის ბოლო თრეებს ითვლის, ყველგან ტრებს ხედავს. თუ ეს არის ნამდვილი мотиваცია პუტინის მიერ შოიგუს მოკავშირეების წმენდისა და მთელ რუსეთში რეპრესიების უკან, ჩვენ შეიძლება ვხედავდეთ ლიდერს, რომელიც საკუთარ არმიას ასუსტებს მხოლოდ იმისთვის, რომ დრო მოიგოს და ახალი მიზეზი მოიფიქროს, თუ რატომ ვერ წარმატდება უკრაინაში შეჭრა. საბოლოოდ, აღარ დარჩება არც ერთი საბაბი. რა მოუვა პუტინს შემდეგ ჯერ კიდევ გასარკვევია. შეიძლება პუტინის დაცემამდე კიდევ ერთი წმენდა ვიხილოთ. საკმაოდ აშკარაა, რა უნდა აკეთებდეს ტანკების დანაყოფი, არა? ამ დანაყოფს ყავს ტანკები, რაც სახელშიც ჩანს. ის იყენებს ამ ტანკებს, რათა მიწაზე სხვა დანაყოფებს ჯავშნითა და ცეცხლოვანი მხარდაჭერით დაეხმაროს. მაგრამ რა ხდება, როცა ტანკების დანაყოფებს ტანკები აღარ აქვთ? რუსეთი ამ კითხვაზე პასუხს ახლა იგებს, რადგან პუტინმა მიიღო გიჟური გადაწყვეტილება, რომ ტანკების დანაყოფები ბრძოლაში ჩაღაროს იმ ტექნიკის გარეშე, რომლის გამოყენებაშიც ისინი უნდა იყვნენ ოსტატები. პუტინის არმია სიკვდილის პირასაა. სიგიჟემ დაიპყრო ყველაფერი, რადგან რუსეთის ტანკების დანაყოფები ახლა ბევრად უფრო ბოროტ მტერს ებრძვიან, ვიდრე თავად უკრაინა. ეს მტერი მათი საკუთარი სარდლებია. 13 აპრილის სტატიაში ევრომაიდან პრესმა გამოავლინა, რომ რუსეთი იმდენად ეშინია თავისი ტანკების წინახაზზე გაგზავნის, რომ მათ რაც შეიძლება შორს აკავებს. უკრაინის სასიკვდილო დრონები ტანკებისთვის უკვე ძალიან დიდი საფრთხე გახდა, ამიტომ სარდლებს არჩევანის გაკეთება უწევთ. მაინც მიაწოდონ ჯავშან ტექნიკა თავიანთ სატანკო ნაწილებს, მაშინაც კი თუ ეს ჯავშანი მათ სამიზნედ აქცევს. თუ გაგზავნონ ეს ნაწილები ფეხით, ან დაუჯავშნავი მანქანებით და იმედოვნონ, რომ უკრაინის დრონები მათ ვერ დაეწევიან და ნაწილებად არ ააფეთქებენ. როგორც ჩანს, რუსეთი მეორე ვარიანტს ირჩევს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ კრემლში სადღაც მყოფმა ბუღალტრებმა სატანკო ნაწილებისთვის ჯავშან ტექნიკის მოხსნა ფინანსური მიზეზების გამო გადაწყვიტეს. ბოლოს და ბოლოს ტანკის დაკარგვა ძვირიჯდება. იმ ჯარისკაცების დაკარგვა, რომლებიც ტანკში უნდა ისხდნენ, ბევრად იაფიჯდება. მაშ მოდი გავუშვათ ისინი ბრძოლის ველზე იმ აღჭურვილობის გარეშე, რომელსაც მთელი სამხედრო კარიერა იყენებდნენ. ეს არის თავზარდანცემი გადაწყვეტილება, რომელიც რუსულმა სადლობამ მიიღო. მაგრამ როგორც მალე გაიგებთ, რუსეთის არჩევანში გარკვეული დამახინჯებული ლოგიკაა. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, რუსეთმა რომ ტანკები წაიღო თავისი ტანკური დანაყოფებიდან, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გაერთიანებული ძალების სპიკერმა ვიქტორ კრახუბოვმა გაავრცელა. ის ამტკიცებს, რომ რუსეთი თავის ტანკებს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრით, ანუ 12.4 მილის მანძილზე აჩერებს. ესეთია თანამედროვე ომის ბუნება. 20 კილომეტრიანი განადგურების ზონის გავლით ტექნიკა როგორც წესი ვერ გადის. განსაკუთრებით ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. ამაზე ვიქტორ კრახუბოვი საუბრობს. ის ამატებს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს, რათა თავისი ჯარისკაცები ფრონტთან და მის მიღმა მიიყვანოს. მაგრამ ეს სატრანსპორტო საშუალებები ხშირად კვადროციკლები და მოტოციკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტანკებზე სწრაფები არიან და ზოგჯერ უკრაინის დრონების თავიდანაცილებას შეუძლიათ, ეს სატრანსპორტო საშუალებები არ არის ის, რასაც ტანკის დანაყოფები უნდა იყენებდნენ. გარდა ამისა, მათ არ აქვთ ჯავშანი. ერთი შეცდომა მგზავრობისას სიკვდილს ნიშნავს. თუ მოტოციკლისტები რთულ რელიეფზე მოხდებიან, უკრაინის FPV დრონებს შეუძლიათ ზემოდან დაეშვან და გაანადგურონ ისინი. რუსეთი შეიძლება იცავდეს თავის ტანკებს, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჯარისკაცებს, რომლებსაც უშვებს სასიკვდილო ზონებში ყოველგვარი დაცვის გარეშე. ესეც კი არ არის ისე, რომ რუსეთის ტანკებს შეუძლიათ დახმარება უკრაინის პოზიციებზე სროლით იმ ადგილიდან, სადაც რუსეთმა ისინი განათავსა. აი მაგალითად, რუსეთის C-90 ტანკები, ეს ძირითადი საბრძოლო ტანკები ითვლება მსოფლიოში საუკეთესოდ. თავად პუტინმა განაცხადა ეს, როცა ცდილობს დაარწმუნოს ყველა, ვინც მოусმენს, რუსეთის სამხედრო ძალის უპირატესობაში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ T-90 საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა გარდამტეხი ფაქტორი არ არის, ისიც კი დიდად გამოსადეგი არ არის იმ მანძილზე, სადაც ახლა რუსეთი აყენებს თავის ტანკებს. როგორც National Interest აღნიშნავს, T-90-ს აქვს 125 მიანი გლუვლულიანი ქვემეხი, რომის ეფექტიანობასაც ზრდის ის, რასაც რუსეთი შემდეგი თაობის ცეცხლის მართვის სისტემა დაცხადებს. თბოიზიური სისტემები ტანკზე ეხმარება T-90-ის მიზნების უფრო ზუსტად და უფრო დიდ მანძილზე დაზიანებაში, ვიდრე რუსეთის არსენალში არსებული ნებისმიერი სხვა ტანკი. ამ ყველაფრის წყალობით T-90-ის შეუძლია მტრის დამიზნება 8 კილომეტრამდე მანძილზე.
ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჰეი, კიდევ მხოლოდ 12 კილომეტრია დარჩენილი. სანამ ამ ტანკებს რაიმე სარგებელი ექნებათ უკრაინის თავდაცვების გარღვევაში, როცა ისინი ასე შორს არიან ფრონტის ხაზიდან, ხომ ასეა რუსეთო. ამ დროისთვის შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეთ. უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი თავის სატანკო დანაყოფებს ბრძოლაში აგზავნის ტანკების გარეშე. აი სწორედ ეს არის მთავარი. ამას უკრაინა ამბობს. ხომ არ ვისმენთ პროპაგანდას სპიკერისგან, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, რომ რუსეთი რაც შეიძლება სუსტად წარმოაჩინოს. არა, და როგორ ვიცით ეს? მხოლოდ ტრიხუბოვი არ ამახვილებს ყურადღებას რუსეთის სატანკო პრობლემებზე. რუსი ჯარისკაცებიც ბევრს ლაპარაკობენ თავიანთი ქვეყნის სატანკო მდგომარეობაზე და მათი ნათქვამი დიდწილად ემთხვევა იმას, რასაც თავად უკრაინა ამხელს. 14 აპრილს ტელეგრამის არხმა, რომელსაც ვოენკა კოჩინოკი აკონტროლებს, გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო წერილი რუსი ჯარისკაცისგან. თუ არ იცით ვინ არის კოჩინოკი, ის ერთ-ერთი რუსი სამხედრო ბლოგერია, იმ რაოთაგან, ვინც პუტინის უკრაინაში შეჭრის საბედისწერო გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის ომს აქტიურად უჭერს მხარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის პროპაგანდისტია, მაამებელი, ადამიანი, რომელზეც პუტინს და მის კრემლის თანამოაზრეებს ჩვეულებრივ შეუღრდნივ შეუძლიათ დაეხთნონ, რომ წყობაში ჩადგეს და ზუსტად ის თქვას, რაც მათ სჭირდებათ, რათა შექმნან შთაბეჭდილება თითქოს რუსეთის ომი კარგად მიდის. ეხლა გადავხედოთ წერილს, რომელიც ამ პროპაგანდის გამავრცელებელმა 14 აპრილს გამოაქვეყნა. წერილი იწყება იმით, რომ ჯარისკაცი კოჩინოკს ეუბნება, რომ ის რუსეთის შეიარაღებული ძალების 110-ე ბრიგადის წევრია. კერძოდ, ის მსახურობს ამ ბრიგადის ტანკისტთა ბატალიონში და გადაწყვიტა ზუსტად გაამხილოს, რა ხდება ამ ბატალიონში ამჟამად. ფაქტობრივად ტანკები ახლა თითქმის აღარ მონაწილეობენ უშუალო ბრძოლებში. და ასე ყოველ 2 ან 3 კვირაში ერთხელ ბატალიონის თითოეული ასეულიდან 2 კაცს ქვეითებში გადაიყვანენ და აგზავნიან შეტევით პოზიციებზე, გამაგრებულ პოზიციებზე, უპილოტო აპარატების მხარდასაჭერად, ამბობს ჯარისკაცი რუსეთის ომის მიმდინარე მიდგომის მწვავე კრიტიკაში. შემდეგ ჯარისკაცი ამტკიცებს, რომ ტანკის ასეულებს, რომლებსაც 3-3 ოცეული უნდა ჰყავდეთ, ეს ოცეულები მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ. რეალობა კი ისაა, რომ ამ ოცეულების ბევრი წევრი უკვე უკრაინის დრონებმა გაანადგურეს, ხოლო ვინც დარჩა, მათ მალე ვიდრე გვიან სასაკლაოზე გაგზავნიან. ხალხი მზადაა ბრძოლაში წავიდეს და თავისი სამშობლო დაიცვას, მაგრამ მე დანაშაულად მივიჩნევ, ასე განგარგო ტანკისტების სიცოცხლე. საბოლოო ჯამში ტანკისტები კრეითები არ არიან, აცხადებს ანონიმური ჯარისკაცი. შემდეგ ის ადარებს იმას, რაც რუსეთის ტანკისტებს ემართებათ, ტირანიასა და განადგურებას, და კიდევ უფრო შორს მიდის და იმას, რაც რუსეთის ტანკურ ნაწილებს ემართებათ, უკანონო პრაქტიკად მოიხსენიებს. და შემდეგ რომ კიდევ უფრო გაამახვილოს ყურადღება ამ საკითხზე, წერილში ჩამოთვლილია 11 ტანკისტის სახელი, რომელთაც ჯარისკაცი პირადად იცნობდა და ამტკიცებს, რომ ისინი მოკლეს ან დაკარგულად ითვლებიან მას შემდეგ, რაც შეტევით ნაწილებში გადაიყვანეს. გაითვალისწინეთ, ამას არც უკრაინა ამბობს, ამას ამბობს რუსი ჯარისკაცი, რომელსაც სიტყვას აძლევს პროპაგანდისტი, რომელიც ჩვეულებრივ რუსეთის არმიას აქებს. პუტინისთვის ეს იმგვარი ღალატია, რომელიც აიძულებს მას, რომ რუსეთში ყველა დაადუმოს, ვინც კი ხმამაღლა აზრის თმასაც კი იფიქრებს, ან როგორც მისი გარემოცვა ეძებს უახლოეს ფანჯარას, რათა კოჩინოკი გააცნოს. მაგრამ დანარჩენებისთვის ეს არის ჩახედვა რუსულ ფარდის მიღმა. მცირე შეხედვა იმ რეალობაზე, რომელსაც ახლა რუსეთის ტანკების გარეშე დარჩენილი ტანკისტები აწყდებიან, როცა მათ ფრონტზე აგზავნიან ისე, თითქოს ჩვეულებრივი ქვეითები იყვნენ. და თუ ისინი ქვეითები არიან, მაშინ რუსეთი მათ ისე მოექცევა, როგორც დანარჩენ ქვეითებს. ისინი გახდებიან საზარბაზნე ხორცი. ციფრები ყველაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად მუშაობს რუსეთის მიდგომა, როცა ტანკებს ართმევს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც სპეციალურად ტანკების ეკიპაჟისთვის ყავს გაწვრთნილი. ის 11 ტანკისტი, რომელთა დაღუპვას ან გაუჩინარებასაც ანონიმური რუსი ჯარისკაცი ამხელს, მხოლოდ აისბერგის წვერია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, დრონების კედელი, რომლის აშენებაც უკრაინას დაახლოებით 880 მილიონი დოლარი დაუჯდა, საოცარი სისწრაფით ანადგურებს მტერს. მარტის თვეში მხოლოდ უკრაინამ დააფიქსირა 35300-ზე მეტი დადასტურებული მტრის დანაკარგი, რომელთა უმეტესობა უპილოტო საფრენი აპარატების, ანუ UAV-ების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების შედეგი იყო. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია E-Points-ის სისტემაში, რომელიც უკრაინამ შექმნა იმისთვის, რომ დრონების ოპერატორები მაქსიმალურად ბევრ რუს ჯარისკაცს გაანადგურებდნენ. ეს სისტემა მუშაობს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარტის მონაცემი ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც ეს სისტემა ამოქმედდა. ამიტომ უკრაინას უდიდესი როლი აქვს იმ მასშტაბური დანაკარგების გამოწვევაში, რასაც რუსეთი ამჟამად ბრძოლის ველზე განიცდის. მაგრამ თავად რუსეთი ამ ყველაფერს იმაზე უფრო იოლს ხდის, ვიდრე უნდა აკეთებდეს. აი რა ხდება, როცა ტანკისტებს ფეხით ან ველოსიპედებით აგზავნი ბრძოლაში, რომლებიც არანაირ დაცვას არ უზრუნველყოფენ უკრაინის უზარმაზარი დრონების ჯარების წინააღმდეგ. და ეს ყველაფერი გვაყენებს ერთ აშკარა კითხვას: რატომ ხდება ეს? სანამ პასუხს გაგცემთ, ეს არის სამხედრო შოუ და ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, რომელიც სათაურების მიღმა იმალება. გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ეხლა დაუბრუნდეთ კითხვას: რატომ? არსებობს ორი მიზეზი: შიში და დეფიციტი. დავიწყოთ შიშით, ტრიხუბოვმა მიუთითა იმ პრობლემაზე, რომელსაც რუსეთის მეთაურები აწყდებიან თავიანთი ტანკისტების მხრივ. ამ მეთაურებს სურთ ტანკების გაგზავნა. ისინი სიამოვნებით დაბრუნდებოდნენ ომის იმ ვერსიაში, რომელიც შეესაბამება მოძველებულ ტაქტიკას, რაც პუტინმა უკრაინაში 2022 წელს შემოიტანა.
თუმცა რეალობა, რომელსაც მათ უნდა შეეგუონ, ისაა, რომ ომი ბევრად გასცდა იმ ყველაფერს, რასაც ეს ტაქტიკა 2026 წელს გაუმკლავდება. ამის მიზეზი უკრაინის განადგურების ზონებია. ის 20 კილომეტრი, სადაც რუსეთის ტანკები აღარ შედიან, სავსეა ისეთი თავდაცვითი საშუალებებით, რომლებიც რუსული ჯავშან ტექნიკისთვის ნამდვილი კოშმარია. უკრაინამ წლები დახარჯა იმავე რელიეფის უზარმაზარ მახეთ გადაქცევაში, რომელიც ამ ტანკებს უნდა გადალახონ. ამ სასიკვდილო ზონებში ყველა ტრადიციული ანტიტანკური თავდაცვაა, რასაც ელოდებით. ყველგან განლაგებულია ნაღმები, რომლებიც წამებში ანადგურებენ ტანკების მუხლუხებს. დრაკონის კბილები და ანტიტანკური თხილებიც ამ სასიკვდილო ზონებშია განთავსებული და მათი მიზანია რუსეთის ტანკისტების კიდევ უფრო შენელება. ტანკების ეკიპაჟების უმეტესობისთვის უბრალოდ შეუძლებელია ამ სასიკვდილო ზონების გალა იმ მანქანებით, რომლებსაც მართვას არიან გაწვრთნილები და სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება მათთვის, რადგან უკრაინა აუმჯობესებს და ცვლის თავის სასიკვდილო ზონებს. გასულ დეკემბერში United-4 მედია გაემგზავრა იმ მრავალშრიან სასიკვდილო ზონებში, რომელიც უკრაინამ შექმნა, რათა ტანკები და ჯარისკაცები ყოველ ნაბიჯზე შეაჩეროს. უკრაინის მრავალი ინოვაცია სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ სასიკვდილო ზონებს მაქსიმალური სიღრმე კონდეს, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ჯარისკაცებისა და ტექნიკის უფრო ფართოდ განაწილებას. ზოგ შემთხვევაში უკრაინას ერთ ჯარისკაცზე გათვლილი პოზიციებიც კი აქვს და ამის გაკეთება შეუძლია იმის გამო, რომ უზარმაზარი რაოდენობის დრონებსა და რობოტებს იყენებს თავის მრავალშრიან სასიკვდილო ზონებში. სპეციალური ჯგუფები ზემოდან, მაღალი სიმაღლიდან, მხარს უჭერენ FPV დრონებს, რომლებიც უშუალოდ კლავენ და აკვირდებიან ყველაფერს, რაც სასიკვდილო ზონებში ხდება. როგორც კი ტანკი უკრაინის თავდაცვით ხაზებში მოხდება, სადაზორო დრონები სიგნალს აგზავნიან. FPV დრონები შეტევაზე გადადიან. თუ რუსი ტანკისტები ცდილობენ თავდაცვითი ხაზების გვერდისავლით მოძრაობას, ისინი ღია გზაზე ხვდებიან, სადაც მათ არტილერია ან FPV დრონები ესვრიან, რომლებიც სამიზნეს 80%-ზე მეტ შემთხვევაში ზუსტად ხვდებიან. უკრაინამ ბევრი გაკვეთილი ისწავლა იმ გამაგრებული ნაგებობებიდან, რომლებიც მან და რუსეთმა წარსულში შექმნეს. სასიკვდილო ზონები, რომლებსაც ახლა ხედავთ, საშინელი შხამია რუსული ტანკებისთვის. უკვე გითხარით, რომ რუსეთის გადაწყვეტილებას ტანკისტებისთვის ტანკების წარქმევის შესახებ გარკვეული დამახინჯებული ლოგიკა აქვს. ამ ლოგიკაში გარკვეულ წარმოდგენას მიიღეთ, როცა სასიკვდილო ზონების შესახებ მეც გაიგებთ. გულახდილად რომ თქვათ, ამ ზონებში ტანკების გაგზავნას აზრი არ აქვს. ისინი ადვილად გასანადგურებელი სამიზნეები არიან, ნელი მოძრაობით, რომლებიც უკრაინის დრონებისთვის მარტივი სამიზნეებია. ეს ვნახეთ ბოლო რამდენიმე შემთხვევაში, როცა რუსეთმა ტანკებით შეტევაზე წასვლა გარისკა. 8 მარტს რუსეთმა სცადა მექანიზებული კოლონის გაგზავნა ფრონტისპირა ქალაქ ჰულიაპოლაზე შეტევისთვის. ამ კოლონაში იყო ტანკი, ერთი ჯავშან საბრძოლო მანქანა და 2 ყველგანმავალი მანქანა. ეს კოლონა რაოდენობით დიდი არ იყო, მაგრამ ეს განზრახ გაკეთდა. შეიძლება რომ რუსეთს რომ გაუმართლებოდა, ამ პატარა მექანიზებულ კოლონას შეძლებოდა გაევლო სასიკვდილო ზონები და მიეღწია იმ ქალაქამდე, რომელსაც მიზნად ისახავდა. სპოილერის გათხრილება: რუსეთს არ გაუმართლა. როგორც უკრაინის 225 საჰაერო სადესანტო პოლკმა გაამჟღავნა, უკრაინამ დააკვირდა რუსულ ჯავშან ტექნიკას და დრონული დათმობის სერიით გაანადგურა იგი. ტანკზე და მანქანებზე მყოფი ჯარისკაცებსაც არ გაუმართლათ, რადგან მათი ბოლო წუთები სასოწარკვეთილი თავშესაფრის ძებნაში გავიდა, როცა უკრაინის დრონები მათ თავს დაატყდა. ესეთი შემთხვევები მთელი ფრონტის ხაზზე ხდება, როცა რუსეთი ცდილობს ტანკების გამოყენებას. ამიტომ რუსეთი ლოგიკურად იქცევა და ტანკებს უკან აჩერებს. მაგრამ შეიძლება იფიქროთ, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა უკრაინული სასიკვდილო ზონების წინააღმდეგ რაიმე საპასუხო საშუალების პოვნა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება იფიქროთ, რომ იმ ჯარისკაცების გაგზავნა, რომლებიც ადრე რუსეთის ტანკებს მართავდნენ, მაინც ამ ზონებში იქნებოდა ბოლო რამ, რასაც რუსეთი გააკეთებდა. ამ ტიპის ლოგიკა ზედმეტად გონივრულია. პუტინს ტერიტორიის დაპყრობა უნდა და ამის ერთადერთი გზა არის ჯარისკაცების მიგზავნა იმ ტერიტორიაზე. ასე რომ ტანკები შერეულია, მაგრამ ჯარისკაცები მაინც მიიწევენ წინ. ის ჯარისკაცები საბოლოოდ აღმოჩნდებიან მდგომარეობაში, სადაც გამარჯვება შეუძლებელია. უმეტესობა კვდება მანამდე, სანამ ფრონტთან მიახლოებასაც კი შეძლებს. ჯარისკაცები, რომლებიც გადალახავენ სასიკვდილო ზონას და მოახერხებენ უკრაინის ხაზების მიღმას შეღწევას, იშვიათად თუ ხვდებიან უკეთეს მდგომარეობაში. პუტინის რწმენა, რომ ნებისმიერი ტერიტორია, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, შეიძლება რუსეთმა მიითვისოს, მოძველებულია და უბრალოდ არ ეხება უკრაინის ომს. სასიკვდილო ზონები ამის მკიცებულებაა. ბევრი რუსი ჯარისკაცი შედის ამ ზონებში და სუსტ თავდაცვასაც კი აწყობს. მათ მაინც მიაგნებენ და ისინი მაინც კვდებიან. იგივე ხშირად ხდება იმ შემოპარული ჯარისკაცებისთვისაც, რომლებიც უკრაინის ხაზებს უკან ხვდებიან. ისინი ელოდებიან დახმარებას, რომელიც სასიკვდილო ზონებში იღუპება. მარაგები იწურება. უკრაინა ზუსტად ადგენს მათ პოზიციებს. ისინი იცკვდებიან, უბრალოდ ცოტა უფრო დიდ ხანს ძლებენ, ვიდრე მათი თანამებრძოლები. ამით მივდივართ მეორე მიზეზამდე, თუ რატომ აჩერებს რუსეთი თავის ტანკებს ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრით ან მეტით უკან. ეს მიზეზი ბევრად უფრო პრაქტიკულია. რუსეთს უბრალოდ არ აქვს საკმარისი ტანკები მასშტაბური მექანიზებული შეტევებისთვის. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, ოდნავ მეტი ვიდრე 4 წლიანი ბრძოლის განმავლობაში, 2024 წლის 16 აპრილამდე რუსეთს უკრაინასთან ომმა 11866 ტანკი დაუჯდა. თუნდაც მხოლოდ იმ დანაკარგებს შევხედოთ, რომლებიც ფოტოებითა და ვიდეოებით დასტურდება, ეს რიცხვი 4000 აჯარბებს, რაც როგორც გამოცემა 1945 აღნიშნავს, უფრო მეტია ვიდრე ტანკები, რაც ოდესმე უმეტეს ქვეყნებს ჰქონიათ.
აშშ-ს სულ მხოლოდ 4666 ტანკი აქვს. Global Firepower-ის ანგარიშის მიხედვით ეს რიცხვი მას მსოფლიოში მეოთხე ადგილზე აგენებს. ყველა ქვეყანას, რომელიც აშშ-ს ქვემოთაა, 4000-ზე ნაკლები ტანკი აქვს. ამ რიცხვებით ჩვენ იმას ვამბობთ, რომ რუსეთის ტანკების დანაკარგები არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ რეკორდულია. არც ერთ თანამედროვე ომში ამდენი ჯავშან ტექნიკა არ დაუკარგათ და რუსეთი ბოლოს და ბოლოს იწყებს ამ დანაკარგების სიმძიმის შეგრძნებას, რადგან თავისი ტანკების ბოლო რეზერვებს ხარჯავს. რუსეთი ცდილობს მეტი ტანკის აშენებას. მას სურს თავისი ტანკისტები უკრაინაზე შეტევაზე გაგზავნოს იმ ჯავშან ტექნიკით, რომლის გამოყენებაც მათ აქვთ ნასწავლი. თუმცა ქვეყნის საწარმოო ძალისხმევა უბრალოდ ვერ ეწევა იმ ტანკების რაოდენობას, რაც რუსეთმა უკვე დაკარგა. ევრომაიდანის პრესის მიხედვით რუსეთი ცდილობს წლიურად 428 ტანკის წარმოებას მიაღწიოს. ამისთვის მათი მტკიცებით წარმოების გასაძლიერებლად მეორე ქარხანა დაარსეს. თუმცა გამოცემა ამტკიცებს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ეხეს ახალი ქარხანა ვერ ახერხებს T-80 BVM ტიპის ტანკების ნულიდან წარმოებას, როგორც ეს ოდაგეგმილი. ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ შლიან ძველ ტანკებს ნაწილებად, რომლებსაც იყენებენ თითქოს და ახალი მანქანების შესაქმნელად. თუმცა სინამდვილეში ეს არის ძველი ტანკები, რომლებიც რუსეთს უკვე ჰქონდა საწყობში და ახლა უბრალოდ აღადგენენ. მაგრამ თუ კი ეს ასე არ არის, წელიწადში 428 ტანკიც კი უნდა იყოს საგანგაშო სიგნალი კრემლისთვის. თუ უკრაინის მონაცემებს ან დადასტურებულ დანაკარგებს შევხედავთ, მაინც ჩანს, რომ რუსეთი ვერ აწარმოებს იმდენ ტანკს, რამდენიც სჭირდება უკრაინაში დაკარგულების შესაცვლელად. 4000-ზე მეტი ტანკის დაკარგვის პირობებში რუსეთი საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 1000 ტანკს კარგავს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მართალია, ეს რიცხვი უფრო 3000 ტანკს უახლოვდება წელიწადში. 428 ტანკი არც ერთ ამ რიცხვთან ახლოს არ არის. და ეს ის რაოდენობაა, რომლის წარმოებაც რუსეთს სურს და არა ის, რასაც რეალურად ახლა აწარმოებს. რუსეთის ტანკების მდგომარეობა ახლა იმდენად მძიმეა, რომ საწყობებიდან სულ უფრო მოძველებულ ჯავშან ტექნიკას ირებს, რათა შექმნას შტაბ-ეჭდილება, თითქოს უკრაინაში რაიმე სახის ტანკების ყოფნა აქვს. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსეთი საბჭოთა ეპოქის ჯავშან ტექნიკას იყენებდა. ის ამას ომის თითქმის დასაწყისიდანვე აკეთებს. მაგრამ United 24 მედიის ინფორმაციით, რუსეთი ახლა იმდენად შორს მიდის, რომ უძველეს T-55AM ტანკებს Cope Cage-ებს ამაგრებს დრონების თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. ეს ტანკები ჟანგიანი ნაგავია, რომლებიც ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს. ზოგი მათგანი ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოს არის წარმოებული. გონებას აღელვებს იმის წარმოდგენა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ამ ძველ ტანკებს ომში, სადაც უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ მისი დრონები ბევრად უფრო თანამედროვე ჯავშანსაც კი მარტივად ანადგურებს. Cope Cage ვერ დაეხმარება. ეს უძველესი ტანკები 10 წლების წინ უნდა ჩამოეწერათ. ასე რომ რუსეთს ორმაგი პრობლემა აქვს, ამაც გამოიწვია ის, რომ სატანკო დანაყოფები ბრძოლაში ტანკების გარეშე ჩააგდო. საწყობებში მარაგები იმდენად შემცირდა, რომ საკმარისი ტანკები აღარ დარჩა. და თუნდაც საკმარისი ტანკები იყოს, უკრაინის საშინელი განადგურების ზონები იმდენად ეფექტური გახდა, რომ ტანკის იქ შეყვანა ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენია. რუსეთი გაჭედილია, თუ გააკეთებს ცუდადაა და თუ ვერ გააკეთებს, მაინც ცუდადაა. და ამ ყველაფრის ფონზე უკრაინა აჩვენებს, რომ ცოტა გამწრიაობაც კი დიდ შედეგს იძლევა, როცა ცდილობ გამოიკენო იარაღი, რომელიც ომმა შენს ტერიტორიაზე მოძველებულად აქცია. უკრაინასაც ყავს ტანკები. ისევე როგორც რუსულ ტანკებს, უკრაინის ტანკებსაც ემუქრებათ FPV დრონების თავდასხმა, თუ ისინი ძალიან მიუახლოვდებიან რუსულ პოზიციებს. მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა პრობლემას ხედავს და გამოსავალს პოულობს. ამჟამად უკრაინა თავის Leopard 1A5 ტანკებს გარდაქმნის იმპროვიზებულ არტილერიად, რომელსაც 12 კილომეტრის სიშორე აქვს და ახალი კოშკურების დაყენების შემთხვევაში 18 კილომეტრსაც მიაღწევს. ამ სტრატეგიით ტანკების სასიკვდილო ზონებში გატარების სირთულე პოზიციების დასაკავებლად ქრება. უკრაინის ტანკები, რომლებიც აღჭურვილია რუსული დრონებისგან თავდაცვის საშუალებებით, უბრალოდ შეიძლება დარჩნენ ერთ ადგილზე, ისროლონ დისტანციიდან და შემდეგ გადავიდნენ ახალ პოზიციაზე. რაც შეეხება რუსეთს, ის უბრალოდ აგზავნის ტანკისტებს სასიკვდილო ზონებში, რომ ფეხით ან ველოსიპედით დაიღუპონ. ეს ზუსტად ასახავს განსხვავებას უკრაინისა და რუსეთის ომის მიდგომებს შორის. რუსეთის საჰაერო ძალები ინგრევა. ამჟამად რეალურ დროში საბრძოლო თვითმფრინავები ჰაერში ფუჭდებიან. ძრავები ითიშება. ბომბები თვითმფრინავებიდან აფრენისას ცვივა. და ზოგ შემთხვევაში რუსეთი თვითმფრინავებს ისე კარგავს, რომ უკრაინას არც კი უსწრია. ეს ის საჰაერო ძალებია, რომლებიც ცას უნდა დომინირებდნენ. ამის ნაცვლად თვითონვე ინგრევა. და სწორედ ეს ხდის ამ ყველაფერს ისტორიულ მარცვლად, რომელსაც პუტინი ვერ დამალავს. რადგან როდესაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო თავისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, საჰაერო სივრცეში შედეგი გარდაუვალი ჩანდა. დასავლელი ანალიტიკოსები რამდენიმე დღეში რუსული საჰაერო უპირატესობის დამყარებას ელოდნენ. რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ომში დაახლოებით 1500 საბრძოლო თვითმფრინავი ჩაერთვნენ, რაც უკრაინის ომანდელ ავიაპარკზე 12-ჯერ მეტიც იყო. მან გამოიყენა თანამედროვე გამანადგურებლები, როგორიცაა Su-35S, Su-30 SME და Su-34, რომლებსაც მხარს უჭერდა გრძელდისტანციური საჰაერო თავდაცვა, სტრატეგიული ბომბდამშენები და საჰაერო რადარის სისტემები.
უმეტესობის შეფასებით უკრაინის საჰაერო ძალებს ერთი კვირაც კი არ უნდა გაეძლოთ. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ უკრაინის ავიაპარკი შედგებოდა მოძველებული საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავებისგან, რომელთაგან ბევრი წლების განმავლობაში არასაკმარისი დაფინანსების გამო ცუდად იყო მოვლილი. მაგრამ საჰაერო უპირატესობისკენ მიმავალ გზაზე უცნაური რამ მოხდა. რუსეთმა რეალურად ბევრად უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და მისი საჰაერო ძალები ომის 4 წლის განმავლობაში თვიდან თვემდე უარესდებოდა. ხედავთ რუსეთის საჰაერო და კოსმოსურმა ძალებმა, ანუ ბკესმა, ეს ომი ფუნდამენტური პრობლემით დაიწყო. მისი მთელი სამხედრო დოქტრინა თავდაცვით მოდელზე იყო აგებული. რუსი პილოტები გაწვრთნილნი იყვნენ მუდმივი მიწის კონტროლერების ხელმძღვანელობით ემოქმედათ, რათა მოეგერიებინათ შემოსული საფრთხეები და არა ეხელმძღვანელად რთული შეტევითი ოპერაციებისთვის სადავო საჰაერო სივრცეში. როდესაც რუსი მფრინავები იძულებულნი გახდნენ შეესრულებინათ ღრმა შეღწევის მისია ქვეყანაში, რომელიც აღჭურვილი იყო თანამედროვე საზემიტო სარაკეტო სისტემებით, პორტატული საზემიტო კომპლექსებით, რადარის ქსელებით და სულ უფრო ძლიერი დასავლური გამანადგურებლებით, რუსულ ავიაციას გამოუჩნდა სტრუქტურული ბზარები, რომლებსაც თვითმფრინავების რაოდენობა ვერ დაფარავდა. უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩახტემების ჩახშობის უუნარობის გამო რუსული თვითმფრინავები იძულებულნი გახდნენ დისტანციური ტაქტიკებით ემოქმედათ. მაგრამ მისიები არასოდეს შეწყვეტილა და ეს დაუღალავი ტემპი ახლა მთლიანად ანადგურებს ავიაპარკს. ყველაზე ნათელი სურათი UX-ის დამძიმებული მდგომარეობის შესახებ გამოჩნდა 2026 წლის მარტში, როდესაც უკრაინულმა OSINT ჯგუფმა, OSINT Flow-მ გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო ავიაციის ფრენების უსაფრთხოების ანგარიში, რომელიც მოიცავდა მხოლოდ 3 კვირას ოპერაციებიდან 2025 წლის 29 დეკემბრიდან 2026 წლის 18 იანვრამდე. დოკუმენტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია მოსკოვს, მაგრამ მას ყველა ნიშანი აქვს ნამდვილი რუსული სამხედრო შიდა ანგარიშის. მნიშვნელოვანია, რომ თვით რუსული საჰაერო ძალების არაოფიციალურმა ტელეგრამის არხმა, Fighter Bomber-მა, რომელიც რეგულარულად უარყოფს უკრაინულ განცხადებებს, არც კი სცადა ამ დოკუმენტის გაბათილება. და რაც დოკუმენტი აჩვენებს, მართლაც გამაოგნებელია. 3 კვირაზე ნაკლებ პერიოდში რუსულმა სამხედრო ავიაციამ 24 სხვადასხვა ინციდენტი დააფიქსირა სულ მცირე 18 აეროდრომსა და ბაზაზე. მაგრამ ეს არ იყო საბრძოლო დანაკარგები უკრაინის მხრიდან, რომელიც გაბედულად ცდილობს დრონებით იერიშები მიიტანოს რუსეთის სიღრმეში. ამის ნაცვლად, ეს თითქმის ყოველთვის იყო მექანიკური გაუმართავობა, ეკიპაჟის შეცდომები და სტრუქტურული პრობლემები, რომლებმაც თვითმფრინავები ჩამოაგდეს ისე, რომ არც ერთი კი უკრაინული რაკეტა არ გაშვებულა. და ყველაზე გავრცელებული პრობლემა ძრავის ელემენტარული მწყობრიდან გამოსვლა. მართლა, 24 შემთხვევიდან 9 ერთსა და იმავე ორ კაბინის გაფრთხილებას უკავშირდებოდა. მეტალის ნამსხვრევები Z-ში და Z-ის დაბალი წნევა, რასაც მოყვებოდა გაზის შემცირება, ძრავის გამორთვა და ერთძრავიანი საგანგებო დაშვება. დაზარალებული თვითმფრინავები მოიცავს როგორც Su-34 და Su-30-ის სმეს, ასევე Su-35-ის და ტრანსპორტირების თვითმფრინავებსაც, როგორიცაა ANAS 24 და Il-76. იგივე გაუმართავობის რეჟიმი სრულიად განსხვავებულ თვითმფრინავებზე სხვადასხვა ბაზაზე, საერთო მისიის დროის გარეშე დაფიქსირდა. ეს ტენდენცია რუსული საჰაერო ძალების მასშტაბით, სისტემური ტექნიკური მომსახურებისა და ინდუსტრიული კრიზისის ყველა ნიშანს ატარებს. დოკუმენტში ყველაზე მძიმე ჩანაწერი ეხება Su-30 Santemores ბორტ ნომრით 91. 2026 წლის 4 იანვარს თვითმფრინავმა ფრენისას გამოიწვია Z-ის მეტალის ნამსხვრევების და მარჯვენა ძრავის განგაში გამორთო მარჯვენა ძრავი და მხოლოდ ერთი ძრავით დაჯდა მილიროოს ავიაბაზაზე. 5 დღის შემდეგ იმავე თვითმფრინავზე მომზადებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ იგივე პრობლემა განმეორდა. იგივე ძრავი, იგივე განგაში, იგივე ერთი ძრავით დაჯდომა მილიროოში. სამართლიანია ითქვას, რომ რუსეთმა ცუდად შეაკეთეს და თვითმფრინავი თითქოს და მოქმედებაში დააბრუნეს ძირითადი პრობლემის გარეშე გამოსწორების. ავიაციის ექსპერტმა ანატოლი კრაპჩინსკიმ 2025 წლის ინტერვიუში უფრო ფართო პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ რუსეთმა დაკარგა ცდომა უკრაინის მოტორ სიჩსა და ივჩენკო პროგრესზე. ძრავების მწარმოებლებთან ცდომის დაკარგვამ 2014 წელს სერიოზულად დააზიანეს მისი ავიაციის სექტორის ნაწილები, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ვერტმფრენების ფლოტები და იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა მას შემდეგ მუდმივად პრობლემებს აწყდება. Su-30 Smori ბორტი 91-ის განმეორებადი მარცხი კი მკაფიოდ აჩვენებს ძალებში არსებულ ტექნიკური მომსახურებისა და შენარჩუნების პრობლემებს. შემდეგ ყველაფერი აღმატებულიდან აბსურდულამდე გადავიდა. 2026 წლის 3 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მისიაში მონაწილე Su-34-მა ისეთი რამ განიცადა, რაც თითქმის შეუძლებლად ჟრევს. Fav-500 მართვადი გლაიდ ბომბი თვითმფრინავიდან მაშინ ჩამოვარდა, როცა შასი აიწია. ბრძანების გარეშე. ბომბი, რომელიც აღჭურვილი იყო UMPK-ის მართვის კომპლექტით, ასაფრენი ბილიკის მიმართულებით, ასაფრენის ზოლის წინ რამდენიმე ასეულ ფუტში დაეცა. რაც კიდევ უფრო გასაოცარია,
პილოტმა მისია მაინც გააგრძელა. თითქოს ახლახან არ დაეკარგა საბრძოლო მასალის ერთი ერთეული, რომელიც უკრაინის შორიდან დასარტყმელად უნდა გამოეყენებინა. ეს იზოლირებული შემთხვევაც კი არ ყოფილა. საკონტროლო სააგენტო Astra-მ დააფიქსირა, რომ 2026 წლის 5 მარტამდე მინიმუმ 10 რუსული ავიაბომბი ჩამოვარდა რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამასთან 2025 წელს მინიმუმ 153 და 2024 წელს 165 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. აღმოჩნდა, რომ გლაიდ ბომბები, რომლებიც შეიძლება ითქვას რუსეთის მთავარი შეტევითი იარაღია, სპონტანურად ვარდება მისივე ტერიტორიაზე, თუმცა შემცირებული სიხშირით. ანგარიში ასევე ასახავს ემაირ ვერტფრენის დაბრუნებას თავის ბაზაზე ჯანკოიში, ოკუპირებულ ყირიმში 2026 წლის 2 იანვარს ხამის საბრძოლო მისიის შემდეგ. როდესაც კუდის ბუნთან ახლოს ორი ძლიერი აფეთქება მოხდა და კონტროლი მთლიანად დაიკარგა. ეკიპაჟმა ვერტფრენი მესამე მისვლაზე დასვა ფიქსირებული ფრთის ტექნიკით, რაც ძალიან რთული მეთოდია და ჩვეულებრივ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა კუდის როტორი სრულიად გაუმართავია. ფრენის შემდგომა ინსპექციამ კუდის ბუმში თითქმის 1 ფუტზე 1 ფუტის ზომის ხვრელი, გადაჭრილი კაბელები, განადგურებული HF რადიოს ანტენა და ბრტყელი ლითონის ნამსხვრევი აღმოაჩინა. დაახლოებით საბეჭდი ქაღალდის ფურცლის ზომის ლითონის ნამსხვრევი, რომელიც საბარბო კაბინაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც მან გასრიალებელი კარის გავლით შეაღწია და პილოტის ჯავშან ფირფიტას დაეჯახა. ოსინთ ფლოუმ დაასკვნა, რომ დაზიანების ხასიათი შეესაბამებოდა რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ნამსხვრევს და არა უკრაინულ ძალებთან საბრძოლო შეტაკებას. სხვა სიტყვებით რო თქვათ, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ შეიძლება საკუთარი ვერტმფრენი ჩამოაგდო. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. ამ ეტაპზე რუსეთი ფართოდ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ საჰაერო თავდაცვის სისტემის მქონე ქვეყნად მსოფლიოში, რადგან 10 წლეულები ჩადო პროგრამებში, რომლებიც ამერიკულ დიზაინებს კონკურენციას გაუწევდა. და თუნდაც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ზუსტად ისე არ იმუშავეს, როგორც მოსალოდნელი იყო, მოკავშირეთა თვითმფრინავების ჩამოგდება ნამდვილად უკიდურესად მდაბალი საქციელია. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი მსგავსი შემთხვევა იყო იმ სამკვირიან პერიოდში, როგორც ეს ოსინთ ფლოუის ანგარიში აღნიშნულ. მათ შორის იყო SU-35S, რომელმაც თაქსირებისას თავისი გამაგრებული თავშესაფრის კარის ნაწილი შეეჯახა და დააზიანა თავისი ქიბნის ელექტრონული ომის მოდული. MiG-31BM, რომელსაც პარაშუტის გაუმართავობის გამო თავარი შასის საბურავი აუფეთქდა. KA-52M ტიპის საბრძოლო ვერტფრენი, რომელსაც ღამის საბრძოლო გაფრენისას ჰიდრავლიკური სისტემის სრული მარცხი განიცადა, იდულებითი ველზე დაშვება განახორციელა. და თუ 134A ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ფრენიდან მხოლოდ 13 წუთში მეთაურის საქარე მინა გაუბზარდა. მათი სიმძიმისა და აშკარა მსგავსებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ავიაფლოტი ცდილობს იმ პირობებში იმოქმედოს და გაფრენები განახორციელოს, რისთვისაც ის არასდროს იყო შექმნილი. მაგალითად, რუსეთის საჰაერო ძალები რეალურად ექსტრემალურ ტემპში დაფრინავს თავის თვითმფრინავებს 2015 წლიდან სირიის კამპანიის დაწყების შემდეგ. და ეს ტემპი რამდენჯერმე გაიზარდა 2022 წლის თებერვლიდან. რანდის კორპორაციის 2024 წლის ანალიზის მიხედვით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები თავისი თვითმფრინავებით დაფრინავდა დაახლოებით 2-დან 4-ჯერ მეტ საათს, ვიდრე მათი წლიური ნორმა იყო გათვალისწინებული. ეხლა მშვიდობიან პერიოდში ისეთი თვითმფრინავის, როგორიცაა Su-35S Saturn, AL-41 F-1S ძრავი, სრულ ტექნიკურ შემოწმებას გადის, დაახლოებით 1000 ფრენის საათის შემდეგ. მაგრამ რეალურ საბრძოლო პირობებში თვითმფრინავს უწევს დაბალ სიმაღლეზე ფრენა და რელიეფის მიყოლა რადარის თავიდან ასაცილებლად, რამდენჯერმე გამოიყენოს ფორსაჟი პლანირებადი ბომბის ჩამოგდების შემდეგ უკრაინის ტერიტორიიდან სწრაფად გასასვლელად და მტრის საჰაერო თავდაცვისგან თავის დასაღწევად მანევრირება. რეკომენდებული ტექნიკური მომსახურების ინტერვალი მოულოდნელად მცირდება 1000-დან მხოლოდ 700 ან თუნდაც 500 ფრენის საათამდე. რანდმა შეაფასა, რომ გადამეტებული გამოყენება მარტო რუსეთს წელიწადში დაახლოებით 26 თვითმფრინავს აკარგვინებს. ეგრეთ წოდებული მიჩნეული დანაკარგების სახით, რაც ნიშნავს თვითმფრინავებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ განადგურებულა, მაგრამ მეტალის დაღლილობისა და ცვეთის გამო სამუდამოდ ან ნახევრად სამუდამოდ გამოთიშულია. 2023 წლის ბოლოსთვის ეს მიჩნეული დანაკარგები უკვე დაახლოებით 60 თვითმფრინავს შეადგენდა. ახლა ეს რიცხვი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია და მდგომარეობა რუსეთისთვის კიდევ უფრო მძიმდება. ღია წყაროების სადაზვერვო ორგანიზაცია ORIX-მა ვიზუალურად დაადასტურა მინიმუმ 40 Su-34-ის, მაქსიმუმ 8 Su-35-ის, სუმცირე 170 ფიქსირებული ფრთის მქონე თვითმფრინავის და დაახლოებით 170 ვერტფრენის განადგურება ან ხელში ჩაგდება. მაშინაც კი რუსეთის უფრო ღირებული რესურსები არ დაინდეს. უკრაინამ ჩამოაგდო მინიმუმ 2 ბერევ A-50 ურადარის თვითმფრინავი. თითოეულის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი დოლარია. ამაში გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული პატრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბჭოთა პერიოდის სორიასი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემა, რომელიც მუშაობდა არატრადიციულ რადარის გარეშე რაკეტის გაშვების რეჟიმში. ეს A-50-ები ფაქტობრივად შეუცვლელია, რადგან რუსეთს არ აქვს სამრეწველო შესაძლებლობა და სანქციების გამო საჭირო ნაწილების შემოტანის უნარი.
საბოლოო დარტმა ივნისში 2025 წელს მოხდა, როდესაც უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს 5 რუსულ ავიაბაზას, სადაც განთავსებული იყო მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ერთი ღამის განმავლობაში გაანადგურეს ან სერიოზულად დააზიანეს მინიმუმ 2 Tu-22 და 4 Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენი. ეს რესურსები თითოეული $100 მილიონი ხის, მაგრამ ისინი ასევე ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომლითაც რუსეთი ატარებდა ძალის დემონსტრირებას ბირთვული შეკავების გზით. ოპერაცია ობობის ქსელმა საერთო ჯამში დააზიანა ან გაანადგურა დაახლოებით 40 სამხედრო თვითმფრინავი. სამიზნედ კი მხოლოდ დასრულებული თვითმფრინავები კი არა, არამედ რუსეთის წარმოების შესაძლებლობაც აიღო. უკრაინის შესაძლებლობა დაარტყას ამ ობიექტებს, მაგრამ რაც მთავარია, დაიცვას თავი რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასავლური თვითმფრინავების სტაბილური მიწოდების შედეგად. 2024 წლამდე უკრაინა იყენებდა მოძველებულ საბჭოთა ეპოქის ავიაპარკს, MiG-29-ებს, Su-27-ებს და Su-25-ებს პლატფორმებს, რომლებიც რუსეთს სრულად ჰქონდა შესწავლილი და მათი ტაქტიკური შეზღუდვები კარგად ესმოდა. მაგრამ ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან და ბელგიიდან F-16-ების მიწოდებამ დაიწყო ამ ბალანსის შეცვლა. მხოლოდ ნიდერლანდებმა 2025 წლის მაისში 24 F-16-ის მიწოდება დაასრულა, ნორვეგიამ დაამატა 14, დანიამ აიღო ვალდებულება 19-ის მიწოდებაზე, ხოლო ბელგიამ 2028 წლამდე კიდევ 30-ის გადაცემაზე მისცა პირობა. შემდეგ საფრანგეთმა 2025 წლის განმავლობაში 6 მირაჟ 2005-ის გაგზავნა მოახდინა და შვედეთმა 2025 წლის ოქტომბერში გამოაცხადა განზრახვის წერილი, რომ განეხილა 150-მდე Saab JAS-39 Gripen E-ის ექსპორტის შესაძლებლობა. განსაკუთრებით F-16-ები და მირაჟები უკვე ოპერაციულად იქნა გამოყენებული რუსული ფთოსანი რაკეტების შესაჩერებლად. ამ თვითმფრინავებმა უკრაინას მისცა NATO სტანდარტის ავიონიკა, რადარი და ვიზუალური დიაპაზონის მიღმა მოქმედი რაკეტების შესაძლებლობა, რასაც როგორც ჩანს, საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავები ვერ უტოლდებოდნენ. რუსეთი პირველად ომის განმავლობაში აღმოჩნდა თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომელთა მოგერიების რეალური ცოდნა არ ჰქონდა. ამ გაურკვევლობამ უკრაინის წერტილოვანი თავდაცვის ქსელებთან ერთად, რომლებიც იყენებენ Patriots, NASAMS და IRIS სისტემებს, რუსი პილოტები სულ უფრო მეტად დააფრთხო და აღარ სურთ სადავო საჰაერო სივრცეში შეჭრა. მაგრამ თუ გსურთ მეტი გაიგოთ, როგორ ახდენს დასავლური აღჭურვილობა და ტაქტიკა გავლენას უკრაინაში, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რომლებიც ომის ყველა მოვლენას და გლობალური გეოპოლიტიკის განახლებებს ეხება. ეხლა ავიონიკის სფეროში უკრაინის პროგრესის მიღმა რუსეთის დოქტრინალური პასუხი ძირითადად კამათის საგანია დასავლელი ანალიტიკოსებისთვის. როდესაც უკრაინაზე საჰაერო დომინირების შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, განსაკუთრებით ომის პირველ თვეებში, როცა ამის შანსი ყველაზე დიდი იყო, რუსეთი სულ უფრო მეტად დაეყრდნო გლაიდ ბომბებს. ესენია საბჭოთა ეპოქის FAB-500, FAB-1500 და კიდევ FAB-3000 ბომბები, რომლებსაც ამატებენ მარტივ სამიზნე სისტემებსა და ფრთებს. რაც საშუალებას აძლევს თვითმფრინავებს, ბომბები 20-30 მილის დაშორებიდან ჩამოაგდონ და მაშინვე უსაფრთხოდ დაბრუნდა. 2023 წლის დასაწყისში, როდესაც კვირაში რამდენიმე ათეული ბომბის ჩამოგდებით დაიწყეს, ბოლო შეფასებებით 2025 წლის ბოლოსთვის რუსეთი ფრონტის ხაზზე დღეში 100-მდე ბომბს იყენებდა. სტრატეგია სამხედრო თვალსაზრისით ეფექტური აღმოჩნდა უკრაინული პოზიციების დასარტყმელად, მაგრამ გლაიდ ბომბების შეტევები ფრენის საათებს არ ამცილებს. აფრენა, გაშვების ზონამდე გადაადგილება, იარაღის გაშვება და ბაზაზე დაბრუნება, კვლავაც აჩენს ცვეთას თვითმფრინავის ყველა კომპონენტზე. რუსეთმა შეიძლება იპოვა გზა, რომ შეამციროს რისკი თავის პილოტებისთვის და შეინარჩუნოს ოპერაციული ტემპი, მაგრამ ვერ იპოვა გზა, რომ შეამციროს ძრავების ცვეთა. გაჟონილი ფრენის უსაფრთხოების ანგარიში ამას ტრაგიკულად ნათელს ხდის. 9 ძრავის მარცხი 3 კვირაში. თვითმფრინავებში, რომლებიც ძირითადად გამოიყენება გლაიდ ბომბების ჩამოსაგდებად, პირდაპირ შედეგია გაუარესებული ფლოტის არამდგრადი ტემპით ექსპლუატაციის. და რუსეთის შესაძლებლობა ჩაანაცვლოს ან შეაკეთოს ეს თვითმფრინავები თავად ფლოტთან ერთად ინგრევა. 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულმა რეპორტმა, რომელიც სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტმა მოამზადა და სახელწოდებაა სუსხოის წარმოების სისუსტეები, დეტალურად აღწერა წარმოების კრიზისი. რუსეთმა 2022 წელს მხოლოდ 9 Su-34 გამოუშვა. 2023 წელს ეს რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლისთვის მიზნად მხოლოდ 17 ერთეული დასახული. Su-35S-ის მიწოდება 2024 წელს 12-დან 10 ერთეულს მიაღწია. შესაბამისად, Su-30-ის, Su-34-ის და Su-35-ის წლიური წარმოება ჯამში დაახლოებით 20 თვითმფრინავს შეადგენს. ორექსის ანგარიშების სიხშირის მიხედვით, ეს ძლივს ყოფნის დადასტურებული საბრძოლო დანაკარგების ანაზღაურებას, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაჭარბებული გამოყენებით დაგროვილ სავარაუდო დანაკარგებზე. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ესაა, რუსეთის მზარდი იზოლაცია.
წარმოება ძლიერ არის დამოკიდებული უცხოურ მანქანადანადგარებზე, სპეციალიზებულ ელექტრონიკასა და კვალიფიციურ ინჟინრებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ემიგრაციაშია წასული. სანქციებმა დაარღვია წვდომა ზუსტი წარმოების აღჭურვილობაზე, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოო ხაზების მუშაობას. იაპონური CNC მანქანები სოდიკდან ერთ კრიტიკულ ობიექტზე დამონტაჟდა 2017 წელს და მათი სიზუსტე გარანტირებულია 10 წლის განმავლობაში. რუსეთს აღარ აქვს ლეგალური საშუალება, რომ მათთვის სათადარიგო ნაწილები ან შემცვლელები შეიძინოს. დრო უკვე იწურება. თავდაცვის ინდუსტრიის კრიზისი, რომელიც აღწერა ჟურნალმა Defense-მა 2025 წლის ნოემბერში, კიდევ უფრო ღრმაა. რუსეთის თავდაცვის საწარმოები მუშაობენ იმ რეჟიმში, რომელსაც შიდა დოკუმენტები ხელით მართვას უწოდებენ. ეს არის ეუფემიზმი იმაზე, რომ კომპანიები ვალების პრობლემებს კრიზისიდან კრიზისამდე აგვარებენ და არასტაბილურად მუშაობენ. United Aircraft Corporation, რომელიც ზედამხედველობს ყველა რუსული საბრძოლო თვითმფრინავის წარმოებას. SU-35-დან დაწყებული TU-94 ბომბდამშენებით დამთავრებული ასობით სასამართლო საქმეშია გახვეული გადაუხდელი კონტრაქტორების გამო. თავდაცვის კონტრაქტები სრულდება 2019 წელს დაფიქსირებული ფასებით, მაშინ როცა კომპონენტების ღირებულება, როგორც შიდა მიმოწერაშია ნათქვამი, ათეულობით ან თუნდაც 100 ჯერ გაიზარდა. კომპანიები თითოეულ მიწოდებაზე გარანტირებულ ზარალს იღებენ. ომისთვის მუშახელის მობილიზაციამ ტექნიკური მუშაკები საწარმოო ხაზებიდან წაიყვანა და საექსპორტო ბაზარი, რომელიც ისტორიულად აფინანსებდა თვითღირებულებაზე დაბალ შიდა მიწოდებებს, ხოლო ექსპორტს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ეგვიპტე, ალჟირი და ვიეტნამი, თითქმის გაქრა. შედეგად, ჯეიმსთაუნის ფონდის მონაცემებით 2021-დან 2024 წლამდე რუსეთის იარავის ექსპორტი სავარაუდოდ 92%-ით შემცირდა. ეგვიპტემ გააუქმა თავისი კონტრაქტი SU-35-ზე, ინდოეთმა ფრანგული რაფალი არჩია რუსულ SU-57-ზე. მაშინაც კი როცა ზოგი ქვეყანა ფორმალურად კვლავ ინტერესდება რუსული თვითმფრინავებით, ისინი უკვე იწყებენ გადაწყვეტილების გადახედვას, რადგან აშკარა გახდა, რომ რუსეთს ვეღარ შეუძლია მიწოდების ვადებისა და სათადარიგო ნაწილების გარანტია. SU-57-ის ექსპორტის პერსპექტივები თითქმის მთლიანად გაქრა. SU-75 Checkmate, მსუბუქი სტელს გამანადგურებელი, რომელიც თითქოს და რუსეთის პასუხია. F-25-ზე პრაქტიკულად არავის დაუკვეთავს, ხოლო მისი ყველაზე სავარაუდო მყიდველი ბელარუსია, რომელიც ნამდვილად არ არის პრემიუმ ბაზარი. შემდეგ არის ჩინეთის საკითხი. 2000 წლეულის განმავლობაში ჩინეთი იყო რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლიენტი. ყიდულობდა SU-30 MK გამანადგურებლებს და ცდილობდა დაეუფლებინა რეაქტიული ძრავების ტექნოლოგია, რომელიც ჯერ არ ჰქონდა. დღეს ჩინეთი აწარმოებს J-25 მეხუთე თაობის უხილავ გამანადგურებელს და ექსპორტზე ორიენტირებულ J-35-ს და აქტიურად ყიდის თავის მეოთხე თაობის გამანადგურებლებს საზღვარგარეთ. ჯერჯერობით მხოლოდ პაკისტანმა მიიღო J-10C, მაშინ როცა ისეთი ქვეყნები როგორიცაა ირანი, ეგვიპტე, ინდონეზია და არაბთა გაერთიანებული საამიროები ინტერესს იჩენენ ან პოტენციურ გარიგებებს განეხილავენ. იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადრე მოსკოვს მიმართავდნენ ხელმისაწვდომი და ეფექტური თვითმფრინავებისთვის, პეკინი ახლა იგივე შეთავაზებას აკეთებს, თანაც მისი მიწოდების ჯაჭვები დასავლეთის სანქციებით არ ზიანდება. რუსეთის პოზიცია, როგორც დასავლური სამხედრო ავიაციო ავიაციის ხელმისაწვდომი ალტერნატივა მსოფლიოში, სრულად შეირღა და მასთან ერთად შემცირდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც, რომელიც მომავალი თაობის განვითარებას აფინანსებდა. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაც იგივე კრიზისს განიცდის და ეს ორი სექტორი ერთმანეთთან უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ვიდრე ჩანს. ერთიანი საავიაციო კორპორაცია მართავს როგორც სამხედრო გამანადგურებლების, ასევე სამოქალაქო ავიალაინერების წარმოებას, რაც ნიშნავს, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილებები, ბიუჯეტის განაწილება და სამუშაო ძალის გადანაწილება ორივე სექტორზე აისახება. 2022 წელს რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა ამბიციური მიზანი. 2030 წლისთვის რუსული ავიაკომპანიებისთვის 1000-ზე მეტი ახალი სამოქალაქო თვითმფრინავის წარმოება. მას შემდეგ გასული 3 წლის განმავლობაში რუსულმა ქარხნებმა სულ 13 სამოქალაქო თვითმფრინავი აწარმოეს. 2025 წელს რუსეთმა დაგეგმილი 15 კომერციული თვითმფრინავიდან მხოლოდ ერთი ჩააბარა. 2024 და 2025 წლების წარმოების გეგმები 171 თვითმფრინავიდან 21-მდე შემცირდა. შემდეგ კი კიდევ ერთხელ შეიკვეცა, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, დაფინანსების სირთულეების გამო. 2030 წლისთვის 1000 თვითმფრინავის მიზანი კრემლის საჯარო დღის წესრიგში ჩუმად გადაიხედა და განახლებული გეგმები ეხლა უკვე 1000-ზე ოდნავ ნაკლებ ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავზეა გათვლილი, რადგან ვადები სანქციებისა და წარმოების სირთულეების გამო იწერს. ამასობაში რუსეთის სამოქალაქო ავიაპარკი, რომელიც 700-ზე მეტ თვითმფრინავს მოიცავს და ძირითადად Airbus-ისა და Boeing-ის მოდელებია, ახლა უკვე დამოკიდებულია სათადარიგო ნაწილების ნაცრისფერ ბაზარზე შეძენაზე. და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთმა შეიძლება 2030 წლისთვის თავისი სამოქალაქო ავიაპარკის თითქმის 30% დაკარგოს, რადგან სანქციებმა სათადარიგო ნაწილების მიწოდება მნიშვნელოვნად შეზღუდა. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ კოლაფსის დაწყების ნიშნებს. მაგალითად, EN-22 მძიმე სატვირთო თვითმფრინავის შემთხვევა, რომელიც 2025 წლის დეკემბერში მოსკოვთან ახლოს შუაზე გატყდა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა.
თვითფრინავი გავრცელებული ინფორმაციით 1 წლით მეტი დაფრინავდა, ვიდრე მისი დაგეგმილი ჩამოწერის თარიღი იყო. ეს სავარაუდოდ ბოლო AN22 იყო, რომელიც რუსულ სამსახურში გამოიყენებოდა. აი როგორ ჯამდება ყველაფერი. გაჟონილი ტექნიკური მომსახურების ანგარიში, მიჩნეული დანაკარგების პროგნოზები, წარმოების მაჩვენებლები, ექსპორტის კოლაფსი, ინდუსტრიული ვალის კრიზისი, სამუშაო ძალის დეფიციტი და სამოქალაქო ავიაციის დაშლა. რუსეთის ავიაპარკმა მოახერხა ომის წაგების დაწყება, მაგრამ ეს ძირითადად მოწინააღმდეგის გამო არ მოხდა. უკრაინელი პილოტები უფრო მეტი მისიის შესრულებაში უკეთესები არ არიან. ამის ნაცვლად, რუსეთი თითოეულ თვითფრინავს შესაძლებლობის ზღვარს გაცილებით ცდება. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაასრულოს ომი, რომელიც მეორე წლის ბოლოს პრაქტიკულად გაჩერდა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ კოლაფს უსასრულოდ ვერ დამალავს. უკრაინის სიღმეში სადღაც რაღაც უცნაური ხდება. რუსეთის ჯარისკაცებმა ეს იციან. მათ ეს არაერთხელ უნახავთ. როგორც კი რომელიმე მათი თანამებრძოლი ამ ერთ ადგილას ფეხს შედგამს, ისინი იციან, რომ ის ჯარისკაცი, რომელიც ახლახან შევიდა, უკვე უკუთლაზეა. მათ აქვს 12 წუთი მხოლოდ 720 წამი ამ საშინელ ადგილას, სანამ გარდაუვალი მოხდება. სიგრი. რუსი ჯარისკაცები უკრაინაში ახლა მაის ბუზებივითაც კი დიდხანს ვერ ძლებენ. როგორც კი ამ ერთ ადგილას შედიან, მათ აქვთ 12 წუთი და ათვლა უკვე დაწყებულია. რა ადგილია ეს? სტეპნოჰირსკი. კინსკის მდინარის ნაპირთან ახლოს მდებარე და ლუკიანივსკასა და პრიმორსკას დასახლებებით გაშემორთმული სტეპნოჰირსკი რუსი ჯარისკაცებისთვის სასიკვდილო ხაფანგად იქცა. მაგრამ ეს ხაფანგია, რომელშიც პუტინი მათ კვლავ და კვლავ ძალით აგზავნის. რუსეთის ლიდერს ამის გაკეთება უწევს, რადგან სტეპნოჰირსკი მას ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ტერიტორიად მიაჩნია, რომელიც რუსეთმა უნდა აიღოს თუ სურს კინსკის მდინარის ჩრდილოეთით და ზაპორიჟიას მიმართულებით წინ წაიძიოს. ეს პატარა დასახლება, რომელიც უკვე ომით არის განადგურებული, უკაცრიელია. არავინ დარჩა გარდა რუსი ჯარისკაცებისა, რომლებიც ქუჩებში ფრთხილად გადაადგილდებიან, რადგან იციან, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი შეიძლება მათთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს. უკრაინის დრონები ყოველთვის აკვირდებიან. ქვეყნის ჯარისკაცები ჩასაფრებულები არიან და დრონების მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით იცვლიან პოზიციებს, სანამ იდეალურ ადგილს არ დაიკავებენ თავდასხმისთვის. ეს არის სტეპნოჰირსკის რეალობა რუსი ჯარისკაცებისთვის. და როგორც ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა, რომელსაც კოდური სახელი 9 აქვს უთხრა ვფიქრობ, აქ მობილიზებული ერთი რუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წუთია მეტი არა. მისი სიცოცხლის ფასი, ჭურვებსა და FPV-ებზე დახარჯული თანხის მიხედვით, დაახლოებით $56,000. მოდით გადავინაცვლოთ სტეპნოჰირსკში გაგზავნილი რუსი ჯარისკაცის თავში. მას შემდეგ, რაც სასიკვდილო ზონაში კილომეტრები ვიარეთ, აქ მოსასვლელად ამაზე ვიდეოში მოგვიანებით ვისაუბრებთ. შედიხარ ოდესღაც მშვიდ დასახლებაში. ომამდე აქ ცხოვრება კარგი იქნებოდა. სტეპნოჰირსკის ცენტრში 9 მრავალსართულიანი შენობა, გარშემო კი კოტეჯებია. 5000-იანი მიძინებული სოფელი იდილიურად ჟღეს. ეს არ არის ის, რასაც ხედავთ, როცა დასახლებაში შევდიხართ. ის 9 მრავალსართულიანი შენობა მთლიანად დაბომბილია და აღარ არსებობს. ლამაზი კოტეჯები დამწვარია და აქ მცხოვრები 5000 ადამიანიდან აღარავინ ჩანს. ყველაფერი რაც დარჩა, უცნაური სიმშვიდეა. სიჩუმე, რომელსაც ნებისმიერი, ვინც ოდესმე ქარიშხლის თვალში არ მოჩენილა, იცნობს როგორც უდავო საფრთხის ნიშანს. არც ერთი ჩიტი არ ჯიგჯიგებს, სიცოცხლის ნიშნები არსად ჩანს. ზურგში ჟუანტელი გივლის, მაგრამ იცი რომ უნდა გააგრძელო გზა. პუტინი ამას ითხოვს. მოულოდნელად, ხმა არღვევს სიჩუმეს. სადაზვერო დრონის დამახასიათებელი ზუზუნი, რომელიც ზემოდან გითოთვალებს, გაძალებს სასწრაფოდ გაიქცე იმ მცირე თავშესაფრისკენ, რაც კი შეგიძლია იპოვო. სტეპნოჰირსკში შესვლიდან სულ რაღაც 5 წუთის შემდეგ თავსდამწვარი კოტეჯის ნანგრევებში, კედლუკანგრევებში, კედლის უკან აფარებ და ლოცულობ იმ ღმერთს, რომისაც გწამს, რომ საკმარისად სწრაფი იყავი უკრაინის დრონის ასაცილებლად. არ იყავი, უბრალოდ ჯერ არ იცი ეს. ფარო სამეთაურო ცენტრში უკრაინის დრონის ოპერატორები უკვე შენს მოსაკლავად ემზადებიან. საჰაერო დაზვერვის დრონის მიერ გადაღებული კადრები, რომელიც შენს თავზე დაფრინავდა, რეალურ დროში გადაეცემა უკან და შენ აღარ ხარ არაფერი, გარდა სითბოს ლაქისა თერმულ კამერაზე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზუსტად იციან სათხა და სულ რამდენიმე წუთში დაზვერვის დრონის ზუზუნს შეცვლის FPV დათმის დრონის ხმა. დაბლაიწევი, ყოველი გასული წუთი საათივით გეჩვენება. ბოლოს კიდევ 5 წუთის შემდეგ ფიქრობ, რომ უკვე უსაფრთხოა გადაადგილება. ვაუ, სულ რაღაც 10 წუთია გასული და უკვე ძალიან სახიფათო სიტუაცია ძლივს გადაურჩი. კარგი, არც მცლად. როცა თავს გადმოყოფ იმ კედელზე, რომელსაც შენს თავშესაფრად თვლი, უკრაინული დრონი გიახლოვდება. უკან, მაგრამ შენაც კი ფიქრობ მიხედვას, როცა სტეპნოჰირსკის ქუჩებს ათვალიერებ და შემდეგი წინსვლის მარშრუტს ეძებ. სანამ ზუზუნს გაიგონებ, უკვე გვიანია. დრონი პირდაპირ გართმას ახერხებს. შენი სინათლე ქრება. 12 წუთი გაძლე. და სტეპნოჰირსკი ბრუნდება იმ უცნაურ სიჩუმეში, რომელსაც ადრე იცნობდი. ელოდება შემდეგ უბედურ რუს სულს, რომ შემოვიდეს. ეს არის მრავალი ჯარისკაცის ბედი, ვინც ამ ახალ სიკვდილის სოფელში შედის და ბევრისთვის ეს გარდაუვალია.
ამჟამად სანამ უკრაინა კვლავ აკონტროლებს სტეპნოჰირსკს, მას ყველა უპირატესობა აქვს რუსეთის შეტევითი ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც UKR Informed-მა აღნიშნა 14 იანვრის ანგარიში, სადაც აღწერდა როგორც ცდილობს რუსეთის სოფელში შეღწევას, სტეპნოჰირსკი მაღალ ადგილზე მდებარეობს. რუსეთისთვის ეს სოფელს სტრატეგიულად მნიშვნელობას ხდის. რამდენიმე წუთში უფრო დეტალურად აგიხსნით. მაგრამ ამჟამად ეს მაღალი ადგილი უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. დრონებისა და არტილერიის ოპერატორების ბორცვებზე განთავსება უკრაინის ძალებს საშუალებას აძლევს ნათლად დაინახონ სოფელი და მიმდებარე ტერიტორიები. მაღალი ადგილი ასევე ამარტივებს დრონების ოპერატორებისთვის სადაზორო და FPV დრონების მართვას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ტიპის რელიეფი უკეთეს სიგნალს იძლევა და დრონებს საშუალებას აძლევს ქალაქის სიღრმეში მოძებნონ ნებისმიერი რუსი ჯარისკაცი, რომელიც საკმარისად სულელია, რომ შევიდეს იქ. საკუთარ ანალიზში Combat Veteran News-ი ამატებს, რომ წყალი კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც რუსეთის ჯარისკაცები აწვდებიან. სტეპნოჰირსკი, რომელიც ზაპორიჟიას ქალაქიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ანუ დაახლოებით 18.6 მილში მდებარეობს, აერთიანებს მაღალ ადგილებსა და ღრმა დაბლობებს. Combat Veteran News-ის თქმით, ის გეოგრაფიულად ძალიან რთულ ადგილას მდებარეობს, რადგან ეს მთელი რეგიონი ნაწილობრივ დატბორილია და ეს ნიშნავს, რომ აქ ვერავინ შეძლებს რაიმე ტერიტორიის დაკავებას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა სტეპნოჰირსკის მაღალ ადგილებს აკონტროლებს, რუსეთის ძალებს უწევთ გაყინულ ამინში დატბორილ ტერიტორიაზე სიარული. რაც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ სოფელში შესვლიდან საშუალოდ 12 წუთში საკუთარი სიკვდილის მეტი არაფერი მიიღონ. უნდა დასვათ აშკარა კითხვა. რატომ? უკვე შევეხეთ ერთ-ერთ მიზეზს, რაც ისაა, რომ რუსეთი ცდილობს ზაპორიჟიას ქალაქისკენ წაიწიოს, ან სუმცირე სურს ასეთი შეტევა განახორციელოს. რუსეთის გზაზე დგას კინსკის მდინარე. მას გადალახვა დასჭირდება. და იმისათვის, რომ ეს გადაკვეთა მოხდეს, რუსეთს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია აიღოს ამ მდინარის სამხრეთით, რათა უსაფრთხო ადგილების შექმნას თავისი ჯარისკაცებისთვის ჩრდილოეთისკენ გადასაწევად. აქ უკვე სტეპნოჰირსკი ჩნდება, რომელიც პრიმორსკასა და ლუკიანევსკასთან ერთად რუსეთს მისცემს უსაფრთხო სივრცეს, რომელიც სჭირდება კინსკის მდინარის გადალახვის მცდელობისთვის, რაც მას ზაპოროჟიეს ქალაქთან დაახლოებს. ამ კონკრეტული ქალაქის მნიშვნელობაა ის, რის გამოც პუტინმა სტეპნოჰირსკის მიმართულებით 20,000 ჯარისკაცის გაგზავნა ბრძანა. სოფლის აღებით რუსეთი იღებს მაღალ პოზიციას და ასევე გზას ქალაქისკენ, სადაც მდებარეობს ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა, რომელიც უკრაინაში ჯერ კიდევ მოქმედებს. ზაპოროჟიეს დაკარგვა დამანგრეველი იქნებოდა უკრაინის სამხედრო ძალებისთვის, როგორც ამას მონგოლი, რომელიც არის უფროსი ოფიცერი და ხელმძღვანელობს ფარადას ჯგუფს, ეს არის სპეციალური დანაყოფი უკრაინის სამხედრო დაზვერვაში, ამბობს Times-თან საუბარში. სტეპნოჰირსკის დაკარგვა მტერს მისცემს საშუალებას გადალახოს ბუნებრივი ბარიერი, წაიწიოს არტილერიითა და უპილოტო საშუალებებით და განუწყვეტლივ დაბომბოს ზაპოროჟიე, ამატებს მონგოლი. ეს გამოიწვევს პანიკას სამოქალაქო მოსახლეობაში და ჰუმანიტარულ კრიზისს. ეს შექმნის პირობებს ზაპოროჟიეს ოკუპაციისა და რეგიონული ცენტრის დაკარგვისთვის. არტილერიაზე ეს მითითება ასევე აღნიშნეს Combat Veteran News-მა და Ukrinformed-მა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სურს გადაკვეთოს კინსკას მდინარე, სტეპნოჰირსკი ასევე მდებარეობს ზაპოროჟიეს ქალაქთან იმდენად ახლოს, რომ რუსეთის არტილერიის დანაყოფებს შეუძლიათ დაბომბვა დაიწყონ ჯერ კიდევ გადაკვეთამდე. ყოველ შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია ქალაქის გარეუბნების დაბომბვა დაიწყოს, რათა საფუძველი შექმნას ოკუპაციის მცდელობისთვის, ამბობს Combat Veteran News-ი. და კიდევ ერთხელ, გახსოვდეთ, მაღლობი სტეპნოჰირსკში და მის გარშემო. ეს არის იდეალური ტერიტორია რუსეთის დრონებისა და არტილერიის ეკიპაჟებისთვის, რათა განლაგდნენ და დაიწყონ ზაპოროჟიეს ქალაქის დაბომბვა. და როგორც Ukrinform-ი აღნიშნავს, სტეპნოჰირსკის კონტროლი რუსეთს ასევე მისცემს შესაძლებლობას აკონტროლოს ლოგისტიკური მარშრუტები, რომლებიც ზაპოროჟიედან ჰულიაპოლასა და ოროხივის დასახლებებში მიდის. მონგოლია ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს სურს პანიკა გამოიწვიოს მშვიდობიან მოსახლეობაში. ეს კიდევ ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც რუსეთი ასე უდარდელად სწირავს ჯარისკაცებს სტეპნოჰირსკის ხორცაკებში. სანამ ამ საკითხს განვიხილავდეთ, ეს არის მილიტარი შოუ და ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი თუ გსურთ მოვლენებს წინ უსწრებდეთ. რუსეთის კამპანია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მისი უკრაინაში შეჭრის შედეგი არ არის. ეს არის მთავარი სტრატეგია და სწორედ ამ სტრატეგიას იყენებს პუტინი, რის შედეგადაც 15,172 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ 91,378 დაშავდა 31 იანვრის მდგომარეობით. ქალაქების დაბომბვა, სადაც არამებრძოლი მოსახლეობაა, ასევე რუსეთის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ეს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ვიხილეთ. და როგორც ახალი ხმა უკრაინისა 23 თებერვალს იტყობინებოდა, რუსეთი 2026 წელს აფართოებს თავის სამოქალაქო მოსახლეობაზე ორიენტირებულ სტრატეგიას. გარდა იმისა, რომ რუსეთი ცდილობს დრონებით განახორციელოს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად განადგურება, რაც მთელი ზამთრის განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა ის დივერსიებისა და მკვლელობების კომბინაციას იყენებს, რათა პანიკა გამოიწვიოს უკრაინის ქალაქებში. ენერგოსისტემაზე თავდასხმების კამპანია ახლა გადადის უკრაინის სამოქალაქო სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მომარაგების მარშრუტებზე, იტყობინება ახალი ხმა უკრაინისა. და ახლა რუსეთი უკრაინის ქალაქებში მკვლელებს აგზავნის, რათა აქტიურად დაედევნონ რეგიონულ ლიდერებს.
როგორც ნახეთ, ოპერაცია Enigma 2.0-ის დროს, რომელიც მიზანში იღებდა ჟურნალისტებს, საზოგადო მოღვაწეებს და უკრაინის დაზვერვის სამსახურის მნიშვნელოვან წევრებს, მათ შორის ჰურის წარმომადგენელ ანდრი იუსოს. ამიტომ რუსეთისთვის სტეპნოჰირსკი მნიშვნელოვანი საფეხურია. ეს შეიძლება ზაპორიჟიას ქალაქის დაკავებამდე მიიყვანოს. და თუნდაც ასე არ მოხდეს, ეს პუტინს საშუალებას აძლევს გააგრძელოს თავისი ბარბაროსული და ტერორისტული კამპანია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ორმაგი მიზნები აიძულებს რუსეთს ხშირად თვითმკვლელური გადაწყვეტილება მიიღოს და თავისი ჯარისკაცები სტეპნოჰირსკში 12 წუთიან სასიკვდილო გზაზე გაგზავნოს. დარჩით ჩვენთან, რადგან გაჩვენებთ, რამდენადაც შორს არის მზად რუსეთი წავიდეს და რამდენად მძიმედ დააზარალებს საკუთარ თავს ამ პატარა დასახლების დასაკავებლად. მაგრამ ახლა საკმარისია ვიცოდეთ, რომ რუსეთი სტეპნოჰირსკს იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სოფელში ჩვეულებრივ რიგით ჯარისკაცებს კი არ აგზავნის. პუტინი აგზავნის საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს და ეს საშინელი გადაწყვეტილებაა. როგორც Times-ი იუწყება, რუსებმა სოფელში 2 სადესანტო დივიზია, 1 მოტორიზებული მსროლელთა დივიზია და 1 სპეცნაზის ბრიგადა გაგზავნეს. ესენი არიან რუსეთის ელიტური ჯარისკაცები, რომლებიც სტეპნოჰირსკის სასიკვდილო ხაფანგში საშუალოდ 12 წუთს ძლებენ და ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თავის საუკეთესოთა ნაწილს კარგავს. კითხვა, რომელსაც პუტინი სიამოვნებით უგულებელყოფს, ასეთია: რა დარჩება რუსეთს ამის შემდეგ? თუ როგორღაც მოახერხებს სტეპნოჰირსკის აღებას, ამ პროცესში თავის საუკეთესო ჯარისკაცებს დაკარგავს. რაც გარდაულად ნიშნავს, რომ დარჩება ცუდად მომზადებული რეზერვისტებებით, რათა გააგრძელოს შეტევა ზაპორიჟიაში. და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ელიტარული ძალები შეძლებენ სოფლის აღებას. თუ ისინი ვერ შეასრულებენ ამ ამოცანას, რეზერვისტებს მოუწევთ გააგრძელონ ბრძოლა. თუ რუსეთის საუკეთესოები 12 წუთს ძლებენ, ყველაზე ცუდები შეიძლება 12 წამსაც კი ვერ გაძვა. უკრაინისთვის სტეპნოჰირსკი პოტენციურად სუსტი წერტილია, მაგრამ ამავდროულად მათთვის შესაძლებლობაც გახსნა. რუსეთი აპირებს თავისი ელიტური ძალები გაგზავნოს სოფელში. უკრაინასაც შეუძლია იგივე გააკეთოს და თავისი საუკეთესოები გააგზავნოს. და უკრაინის ჯარისკაცებს აქვთ ყველა ის უპირატესობა, რაც სტეპნოჰირსკს ახლავს, რაზეც რუსეთი ასე სასოწარკვეთილად ცდილობს ხელის დადებას. მართალია, როგორც Times-ი არნიშნავს, უკრაინის ჯარისკაცები 71-ით ნაკლები არიან, მაგრამ ბევრი მათგანი უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, ანუ ჰურის დევრია და მათ მხარს უჭერენ გამოცდილი ქვეითი ჯარისკაცები ადგილზე, ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები და დრონების ოპერატორები. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ შეძლო სტეპნოჰირსკი გადაექცია ისეთ შემზარავ ჯოჯოხეთად, რომელიც მხოლოდ რუსულ კოშმაში შეიძლება წარმოიშვას. და ჭკვიანურად, უკრაინა არ ჩქარობს და ბრმად არ მიეშურება რუსული ძალების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ სოფლის აღებას. ყველაფერი, რასაც უკრაინა სტეპნოჰირსკში აკეთებს, არის მშვიდი, ფრთხილი და გააზრებული, როგორც ამას აჩვენებს უკრაინის ერთ-ერთი შეტევის მაგალითი, რომელიც გაზეთმა Times-მა გაავრცელა. გამოცემა ამბობს, რომ ხშირად სწორედ მონგოლის შეტევის ჯგუფი მიდის რუსი დივერსანტების გასაწმენდად სტეპნოჰირსკში და ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს რადიოკომუნიკაცია მის მიდგომას აჩვენებს. ცუდი ისაა, რომ მათ უკვე იციან, რომ მოვდივართ, უთხრა მონგოლმა რაზმის მეთაურს, მას შემდეგ რაც უკრაინამ გამოავლინა გამაგრებული დივერსანტები, რომლებმაც 12 წუთიანი წყელა გადალახეს. ამ თუთას მტერია დამატებით დაზვერვას ატარებს. მუდმივად შეამოწმეთ, საიდან გვაკვირდება მტერი და თაგვებივით იჯექით, სრული რადიოდუმილი. მოწმინება აშკარად ღირსებაა უკრაინისთვის სტეპნოჰირსკში, რაც უცნაურად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ იმ სისწრაფეს, რომლითაც საშუალოდ რუს ჯარისკაცებს ასუფთავებენ სოფელში. ეს გვიჩვენებს, რომ 12 წუთი შეიძლება ძალიან გადაჭარბებული შეფასება იყოს რუსეთის ბევრი ჯარისკაცისთვის. ზოგიერთი ალბათ მხოლოდ რამდენიმე წუთს ძლებს, ხოლო ისინი, ვინც მოახერხებს გამაგრებას, გამონაკლისები არიან, რომლებიც საშუალო მაჩვენებელს ზრდიან. რაც არ უნდა იყოს, უკრაინა კაკ შედეგებს იღებს ამ სტეპნოჰირსკის სტრატეგიით. 25 თებერვალს უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ ტელეგრამის პოსტში განიხილა უკრაინის ზოგიერთი უახლესი შეტევითი მანევრი. ეხლა სტეპნოჰირსკი, როგორც ჩანს, უკრაინის ელიტარული არტანის დანაყოფის, ხუარის, კონტროლქვეშა და ამ დანაყოფმა მოახერხა რუსეთის ძალების კიდევ უფრო დაშორება სოფლისგან. ოპერაციის დროს, რომელიც ჩატარდა რთული ლოგისტიკის პირობებში და მტრის მუდმივი მცდელობის ფონზე, პოზიციები შეენარჩუნებინა ეგრეთ წოდებული ხორცის შეტევების მეთოდით. არტანის მებრძოლებმა ხუარის აქტიური ოპერაციების დეპიაბის დეპარტამენტის სხვა დანაყოფებთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის ძალებთან ერთად დაიბრუნეს კონტროლი საკვანძო პოზიციებზე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ტაქტიკური მდგომარეობა აღნიშნულ ფრონტის მონაკვეთზე, ნათქვამია ტელეგრამის პოსტში. უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ცოცხალი ძალა და ტექნიკა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი იქნა ლიკვიდირებული. გარდა ამისა, უკრაინამ შეძლო კონტროლის აღება რამდენიმე საკვანძო ლოგისტიკურ არტერიაზე, რომელსაც რუსეთი იყენებდა სტეპნოჰირსკის ძალების მომარაგებისთვის, რაც მომავალში კიდევ უფრო დაასუსტებს ქვეყნის შეტევებს. ეს არის კულმინაცია ყველაფრის, რასაც უკრაინა თვეების განმავლობაში აკეთებდა სტეპნოჰირსკში. 12 წუთიანმა წელამ გაანადგურა რუსეთის მცდელობები ძლიერი შეტევითი ძალის შექმნისკენ, რამაც უკრაინას მისცა შესაძლებლობა წამოეწყო კონტრშეტევები. თუმცა ამ კონტრშეტევებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს, რომელიც უნდა აღინიშნოს: სტარლინგი. არ არის დამთხოვა, რომ უკრაინის HUR-ის ოპერატორებმა თებერვლის ბოლოს აირჩიეს დრო, რათა საპასუხო დარტყმა მიეყენებინათ სოფლის დასაკავებლად მებრძოლი რუსული ძალებისთვის.
იმავე თვეში ელონ მასკმა და SpaceX-მა საბოლოოდ დახურეს რუსეთის ძომა არალეგალურ Starlink-ის ტერმინალებზე, რომელსაც რუსეთი ფრონტზე თავისი ძალების კოორდინაციისთვის იყენებდა. სტეპნოჰირსკის დამპყრობლებისთვის, რომლებიც უკვე იზოლირებულნი იყვნენ და უკრაინა მადირობდა, Starlink-ის დაკარგვა სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდა. მათ ვეღარ ამართლებენ თავიანთ თვითმკვლელურ შეტევებს სოფელში, რადგან იციან, რომ მათ უკან მყოფ ძალებს აღარ შეუძლიათ კოორდინაცია და მიღწეული წარმატებების განვითარება. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთი შეწყვეტს ჯარისკაცების სტეპნოჰირსკისკენ გაგზავნას. შანსი არა. ჩვენ ადრე გიხარით, რომ გაჩვენებდით, რამდენად შორს არის მზად რუსეთი, რომ სტეპნოჰირსკი ჩაიგდოს ხელში და პუტინის სისასტიკე, რომელიც თითქმის ისეთივე მასშტაბით ვრცელდება მის საკუთარ ჯარისკაცებზე, როგორც უკრაინაზე, იწყება ქალაქისკენ მისვლით. როგორც საბრძოლო ვეტერანთა ახალი ამბები აღნიშნავს, რუსეთის ჯარისკაცებს სტეპნოჰირსკამდე მისასვლელად ჯერ კიდევ კამიანსკას და დასახლებიდან საშიში გზა უნდა გაიარონ. ეს გზა დაახლოებით 45 კილომეტრია, ანუ დაახლოებით 2.5-დან 3.1 მილამდე, რომელსაც ჯარისკაცების უმეტესობა ფეხით გადის ღია ტერიტორიაზე, რომელიც აშკარა სასიკვდილო ზონაა. წარმოიდგინეთ, როგორ უწევთ რუს ჯარისკაცებს უბრალოდ ამ ღია მინდვრებში გავლა, ამ სადავო სოფელამდე. გესმით, როგორ შეიძლება დანაკარგები უბრალოდ წარმოუდგენლად გაიზარდოს, ამბობს Combat Veteran News. და გახსოვდეთ, რუსეთმა 20,000 ჯარისკაცი გამოყო სტეპნოჰირსკის მიმართულებაზე შეტევისთვის. ის ფაქტი, რომ უკრაინა კვლავაც აღწევს წარმატებებს მაშინაც კი, როცა რუსეთს ასეთი უზარმაზარი ცოცხალი ძალის უპირატესობა აქვს, მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის მცდელობას და სტეპნოჰირსკში არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ საკუთარი ჯარისკაცები გარდაუვალ სიკვდილზე გაგზავნოს. აბა რა მოხდება თუ ჭკვიანი რუსი ჯარისკაცი ხარ? შენ იცი 12 წუთიანი წყევლის შესახებ და ხვდები, რამდენად აბსურდულია იმ ქალაქისკენ წასვლა, რომელიც რამდენიმე წუთში მოკლავს. თქვენ უარს იტყვით იმაზე, რომ გაგზავნონ თვითმკვლელურ მისიაზე ქალაქში, რომელიც თქვენ სიკვდილის შემდეგაც იარსებებს. შეიძლება გონიათ, რომ უარს იტყოდით, მაგრამ რუსეთი ზრუნავს იმაზე, რომ ეს ვერ შეძლოთ. 24 თებერვალს BBC-მ გავრცელა ინფორმაცია 4 თვე დაყვანილ რუს ჯარისკაცთან მის მიერ ჩატარებული ინტერვიუების შესახებ. ერთმან ჯარისკაცთაგანმა BBC-ს უთხრა, რომ პირადად ნახა რუსი მეთაური, რომელსაც რუსეთის გმირის წოდება ჰქონდა მინიჭებული, როგორც ცივად ხრედდა ჯარისკაცებს, რომლებიც მის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ. ხედავ ამას, სულ 2 მეტრი, 3 მეტრი, კლიკ, კლაკ, ბანგ. ეს პრაქტიკა, როცა უარის ნთქმელებს ან კლავენ, ან ასრულებენ, ფართოდ არის გავრცელებული რუსულ არმიაში და სტეპნოჰირსკის აღების დავალება მყოფებს გამოუვალ მდგომარეობაში ტოვებს. შეუძლიათ ან 12 წუთი გაძლონ სოფელში, ან მაშინვე საკუთარი მეთაურებისგან დაიხოცონ. ან თუ საკმარისად გაუმართლებთ და კორუმპირებული მეთაური ხართ, და ვთქვათ პირდაპირ კორუფცია რუსულ მაღალ საბლობაში ჟანგბადივითაა, ამ ჯარისკაცებს შეუძლიათ ქთამით თავი გადაისჩინონ. ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი მათთვის დაკისრებული თვითმკვლელური შეტევების თავიდან ასარიებლად 30,000 ფუნტს, ანუ დაახლოებით 80,000 დოლარს იხდის. შეიძლება არიან მეთაურები სტეპნოჰირსკის მახლობლად, რომლებიც ახლა კაჩაღებივით გამდიდრდნენ, რადგან სოფელს ასეთი საშინელი რეპუტაცია შეექმნა. მაგრამ მათთვის, ვისაც გადახდის საშუალება არ აქვს, დრო იწურება. მათ 12 წუთი აქვთ, სანამ გარდაუვალი დადგება და როცა ეს მოხდება, სტეპნოჰირსკი კვლავ დაელოდება შემდეგ რუს ჯარისკაცს, რომელიც გარშემო არსებულ სასიკვდილო ზონას თავს დააღწევს და ცეცხლში აღმოჩნდება, რომელიც იმდენად ძლიერად იწვის, რომ ვერც ერთი რუსი ოკუპანტი ვერ გაექცეო მას. რაც ახლა სტეპნოჰირსკში ვხედავთ, იმავეს გვახსენებს, რაც პოკროვსკშიც ვნახეთ რუსეთის თავდასხმის დროს, ამ კონკრეტულ ქალაქზე. პოხროვსკის წელვა რუსულ არმიაში კიდევ უფრო მძაფრად გავრცელდა, ვიდრე სტეპნოჰირსკის 12 წუთიანი წელვა და ამ ყველაფრის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გსურთ მეტი გაიგოთ იმ რეალობაზე, რასაც რუსეთის ძალები უკრაინაში აწყდებიან. მადლობა ყურებისთვის.